როდესაც მოსკოვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა ნომერში სასტუმრო კოსმოსში, 59 წლის ქალბატონმა, რომელიც იატაკზე იჯდა და ქართველი კომიკოსის უსულო სხეულს ეხვეოდა, მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: გვიან. მაგრამ ის, რაც ამ ღამის შემდეგ მოხდა, კიდევ უფრო საშინელი იყო. ყველა ჩანაწერი იმ ღამის შესახებ უცებ გაქრა პოლიციის არქივიდან. ექიმის დასკვნა, რომელიც საუბრობდა გულის შეტევაზე, გადაიწერა 3-ჯერ. ხოლო ის ქალბატონი, რომელიც ერთადერთი მოწმე იყო, უეცრად გაქრა მოსკოვიდან და აღარასოდეს გამოჩენილა საჯაროდ. რატო? ვინ აიძულა მას დუმილისკენ? და რა ხდებოდა იმ ნომერში ნამდვილად, სანამ საქართველოს ყველაზე საყვარელი კომიკოსი ბოლოს სუნთქვას გამოიტანდა? ეს არის ის ისტორია, რომელსაც 30 წლის განმავლობაში მალავდნენ. დღეს ჩვენ გავხსნით იმ საიდუმლო საქაღალდეს, რომელიც ოფიციალურ ვერსიას ნამსხვრევებად აქცევს. მამუკა კიკალეიშვილი. სახელი, რომელიც თქვენ იცით, სახე, რომელიც ყველას ახსოვს, ხმა, რომელიც ჯერ კიდევ ყურში გისმით, როცა თვალებს ხუჭავთ და იმ ძველ ჩანაწერებს იხსენებთ. ის იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ერი გაასიამოვნა, მაგრამ თავად ვერასოდეს იპოვა სიხარული. ის იყო კლოუნი, რომელიც ტიროდა მაშინ, როცა თქვენ იცინოდით. და ის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა ძალიან ბევრი. იმდენი, რომ ეს ცოდნა შეიძლება მისი სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. 29 მარტი 1985 წელი. მოსკოვი. სასტუმრო კოსმოსი, მე-12 სართული, ნომერი 1227. ამ ნომრის კარი ღია იყო მთელი ღამის განმავლობაში. ეს დაადასტურა დამლაგებელმა, რომელიც იმ დერეფანში მუშაობდა. მან თქვა, რომ ხედავდა, როგორ შედიოდა და გამოდიოდა ადამიანები, მაგრამ ვერ გაიხსენა, რამდენი იყვნენ და როგორ გამოიყურებოდნენ. ბევრი ხალხი იყო. ეს არის ყველაფერი, რაც მან თქვა გამომძიებლებს. მაგრამ რატომ არ გაიხსენა? რატომ არ შეეძლო აღეწერა ერთი ადამიანიც კი? და რატომ დაითხოვეს ის სამსახურიდან 2 კვირის შემდეგ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე? ვინ აიძულა მას დაივიწყოს ის, რაც ნახა? მამუკას სხეული იპოვეს დილის 6 საათისას. ოფიციალური ვერსია: გულის შეტევა. მაგრამ ის, რაც არ ეთქვათ თქვენ, არის ის, რომ მის სხეულზე იყო ყვალები, სინჯები, რომლებიც არ შეესაბამებოდა უბრალოდ დაცემას. ის, რაც არ ეთქვათ თქვენ, არის ის, რომ ნომერში იპოვეს 2 ცარიელი ბოთლი ძვირადღირებული კონიაკისა. თუმცა მამუკა არ სვამდა. ის იყო ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეეხო ალკოჰოლს. ის, რაც არ ეთქვათ თქვენ, არის ის, რომ მის ჯიბეში იპოვეს ჩანაწერი, მცირე ქაღალდის ნაჭერი, რომელზეც დაწერილი იყო 3 სახელი. ეს ქაღალდი გაქრა პოლიციის უფროსის მაგიდიდან იმავე დღეს. ვინ იყვნენ ეს 3 ადამიანი? რატომ უნდა გაქრომოდა ეს მტკიცებულება? და რატომ არავინ საუბრობს ამაზე დღემდე? მაგრამ რომ გავიგოთ რა მოხდა იმ ღამეს მოსკოვში, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკან. იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. იქ, სადაც მამუკა კიკალეიშვილი იყო არა ვარსკვლავი, არამედ უბრალო ბიჭი ქუთაისიდან, რომელსაც ჰქონდა ოცნება და ნიჭი, მაგრამ არ ჰქონდა წარმოდგენა, თუ რა ფასი მოუწევდა გადახდა ამ ოცნების ასრულებისთვის. 1945 წელი. საქართველო ჯერ კიდევ იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, მაგრამ უკვე იგრძნობოდა ცვლილებების სუნი ჰაერში. ქუთაისში ერთ-ერთ მუშათა უბანში ცხოვრობდა ოჯახი კიკალეიშვილების, მამა, რომელიც მუშაობდა ქარხანაში, დედა, რომელიც იყო მასწავლებელი და 2 შვილი. უმცროსი მამუკა იყო ბიჭი, რომელიც ყოველთვის აცინებდა ყველას. სკოლაში მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ის იყო ბუნებრივი კომიკოსი. ის შეეძლო ნებისმიერი ადამიანის იმიტირება, ნებისმიერი სიტუაციის გასაცინი მხარის პოვნა. მაგრამ სახლში, როცა კარი იხურებოდა და ფარდები იფარებოდა, მამუკა იყო სულ სხვა ადამიანი. მისი მამა, ვასილ კიკალეიშვილი, იყო კაცი, რომელიც ომში იბრძოდა და დაბრუნდა შეცვლილი. ის სვამდა, არა ყოველდღე, არამედ მაშინ, როცა ხსოვნები ძალიან ძლიერი ხდებოდა. და მაშინ, როცა სვამდა, ის ხდებოდა ძალადობრივი. მამუკას დედა, ნინო, ცდილობდა დაეფარა ეს საიდუმლო. ის ატარებდა გრძელსახელოვან კაბებს ზაფხულშიც კი, რომ დაემალა სინჯები. ის ამბობდა მეზობლებს, რომ დაეცა, რომ კიბეებზე დაეჯახა, რომ კარი შეეჯახა, მაგრამ მამუკა იცოდა სიმართლე. ის ხედავდა, ის ისმენდა და ის ვერაფერს აკეთებდა. ერთ ღამეს, როცა მამუკას იყო 14 წელი, მოხდა ის, რაც შეცვალა ყველაფერი. მამა დაბრუნდა სახლში ძალიან დალეული. ის იყო გაბრაზებული. ქარხანაში რაღაც მოხდა, რაღაც დაკარგა, რაღაც არ გამოვიდა. ის დაიწყო ყვირილი დედაზე. შემდეგ დაიწყო ხელების მოხმარება.
მამუკა გამოვიდა თავისი ოთახიდან და დაინახა, როგორ ეცემა მამა დედას. და პირველად თავის ცხოვრებაში ის არ გაიქცა. ის არ დამალა. ის წავიდა მამასთან და უთხრა: შეწყვიტე. მამამ შეხედა მას, ეს მზერა მამუკას ახსოვდა სიკვდილის დღემდე და გაიცინა. არა კეთილი ღიმილი, არამედ ის ღიმილი, რომელიც უფრო საშინელია ყვირილზე. და შემდეგ მან თქვა რაღაც, რაც მამუკას გული გაუტეხა. შენ ხარ ჩემი უდიდესი შეცდომა. შენ არ უნდა დაგებადე. ეს სიტყვები, ეს მარტივი, სასტიკი სიტყვები. ისინი შევიდნენ მამუკას სულში როგორც დანა და დარჩნენ იქ სამუდამოდ. მომდევნო დღეს მამუკამ მიიღო გადაწყვეტილება. ის აღარ იქნებოდა მსხვერპლი. ის აღარ იქნებოდა უძლური ბიჭი, რომელიც ვერაფერს აკეთებს. ის გახდებოდა ვინმე. ის გახდებოდა ვარსკვლავი. ის გახდებოდა ისეთი ცნობილი, ისეთი საყვარელი, ისეთი წარმატებული, რომ მამა იძულებული იქნებოდა ამოეღო თავისი სიტყვები უკან. ის გახდებოდა ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარდა, რადგან სახლში არავინ უყვარდა. და ასე დაიწყო მამუკა კიკალეიშვილის გზა დიდი სცენისკენ. მაგრამ ეს გზა არ იყო ის, რასაც ის ელოდა. ეს იყო გზა, რომელიც გაივლიდა ბნელ დერეფნებში, სადაც ელოდნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ გამოეყენებინათ ახალგაზრდა ნიჭი თავიანთი მიზნებისთვის. ეს იყო გზა, რომელიც მიყავდა მოსკოვში, ქალაქში, სადაც ოცნებები ხდებოდა რეალობად, მაგრამ სადაც რეალობა ხშირად ხდებოდა კოშმარად. მაგრამ ჯერ ის იყო მხოლოდ 14 წლის ბიჭი ქუთაისიდან, რომელსაც ჰქონდა ოცნება და ტკივილი გულში. ბიჭი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სიცილი იქნებოდა მისი იარაღი. ბიჭი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს იარაღი ელდრეს მის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. სკოლაში მამუკა გახდა ვარსკვლავი. ის იყო ის ბიჭი, რომელიც ყოველთვის იყო ყველა წვეულების ცენტრში. ყოველთვის იყო ის, ვინც აცინებდა მასწავლებლებსაც კი. მაგრამ მისი იუმორი არ იყო უბრალო ხუმრობები. ის იყო ბასრი, ჭკვიანი, ხანდახან სასტიკი დაკვირვებები ადამიანური ბუნების შესახებ. ის ხედავდა ადამიანების სისუსტეებს, მათ შიშებს, მათ საიდუმლოებებს და ის იყენებდა მათ თავის ნომრებში. ეს იყო ნიჭი, რომელიც შეიძლება დაბადებისას მიეღო, მაგრამ რომელიც განვითარდა ტკივილში. როცა მას 17 წელი შეუსრულდა, მამუკამ მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკურ კონკურსში ახალგაზრდა ნიჭებისთვის. ეს იყო 1962 წელი და საბჭოთა კავშირი ეძებდა ახალ ვარსკვლავებს, ახალგაზრდებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ბრწყინვალე მომავალს. მამუკამ შეასრულა ნომერი, რომელშიც ის იმიტირებდა სხვადასხვა ტიპის საბჭოთა მოქალაქეებს: ქახნის დირექტორს, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, პარტიის მდივანს. ეს იყო რისკიანი. იმიტირება შეიძლება ჩაითვალოს დამცინავად, მაგრამ მამუკამ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს ისე, რომ ყველა ეცინა, მაგრამ არავინ შეურაცხყოფილიყო. ის მოიგო პირველი ადგილი და ეს იყო დასაწყისი. ჟიურის წევრებს შორის იყო ადამიანი, რომლის სახელი მამუკას მაშინ არაფერს ნიშნავდა, მაგრამ რომელიც მოგვიანებით გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მის ცხოვრებაში. ეს იყო ალექსანდრე ბორისოვიჩ კრავცოვი, მოსკოვიდან, პროდიუსერი, რომელსაც ჰქონდა კავშირები და ძალა. ის იყო კაცი, რომელიც აკეთებდა ვარსკვლავებს, მაგრამ ის ასევე იყო კაცი, რომელიც ანგრევდა მათ, როცა ისინი აღარ იყვნენ მისთვის სასარგებლო. კონკურსის შემდეგ კრავცოვი მივიდა მამუკასთან და უთხრა: შენ გაქვს ნიჭი, ბიჭო, მაგრამ ნიჭი არ არის საკმარისი. შენ გჭირდება ადამიანი, რომელიც იცის, რიცის როგორ გამოიყენოს ეს ნიჭი. შენ გჭირდება მე. მამუკამ შეხედა ამ კაცს. მაღალი, ფართოხელოვანი, კოსტიუმში, რომელიც ღირდა მეც მამ და მეც ვიდრე მამუკას მამა იშოვიდა წელიწადში და იგრძნო ორი რამ ერთდროულად: იმედი და შიში. რა უნდა გავაკეთო? კითხა მამუკამ. კრავცოვი გაიღიმა. ის ღიმილი, რომელიც არ აღწევდა თვალებამდე და უთხრა: უბრალოდ ენდე მე და არასოდეს დამივიწყო, ვინ გაგაკეთა შენ. ეს იყო გარიგება, ეს იყო პაქტი. და მამუკამ 18 წლის ბიჭმა, რომელსაც სურდა გაქცევა თავისი სახლიდან, თავისი ტკივილიდან, თავისი წარსულიდან, მიიღო ეს შეთავაზება. ის არ იცოდა, რომ ამ მომენტში ის ხელს აწერდა თავის განაჩენს. მომდევნო წელს მამუკა გადავიდა მოსკოვში. კრავცოვმა მოაწყო ყველაფერი: ბინა, სამუშაო, პაპირები. მამუკა დაიწყო მუშაობა მცირე თეატრში, სადაც ის ასრულებდა მცირე როლებს და სწავლობდა ოსტატებისგან. მაგრამ ის ასევე სწავლობდა რაღაც სხვას. ის სწავლობდა, როგორ მუშაობდა სისტემა. ის სწავლობდა, რომ მოსკოვში არაფერი ხდებოდა უბრალოდ. ყველაფერს ჰქონდა ფასი. ყველა ადამიანს ჰქონდა მფლობელი და ყველა წარმატება მოითხოვდა კომპრომისს. კრავცოვი ხშირად იწვევდა მამუკას თავის ოფისში.
ძვირადღირებულ ოთახში, სადაც კედლებზე ეკიდა ფოტოები ცნობილ ადამიანებთან ერთად. ის აჩვენებდა მას ამ ფოტოებს და ამბობდა: "ხედავ ამ ადამიანებს. ყველა მათგანი იყო არაფერი, სანამ მე არ გავაკეთე ისინი ვინმედ. და ყველა მათგანი იცის, რომ ისინი ვალში არიან ჩემს წინაშე." შემდეგ ის უყურებდა მამუკას და ამბობდა: "შენც იქნები ერთ-ერთი მათგანი, მაგრამ არასოდეს დაივიწყო, ვის ვალში ხარ." მამუკა ამბობდა: "დიახ" და ღიმოდა. მაგრამ შინ, როცა ის რჩებოდა მარტო თავის პატარა ბინაში, ის იჯდა ფანჯარასთან და უყურებდა მოსკოვის ღამის განათებას და ფიქრობდა: "რა ვაკეთე? რა გარიგება დავდე?" მაგრამ უკვე გვიან იყო უკან დასაბრუნებლად. მანქანა უკვე მოძრაობაში იყო და მამუკა კიკალეიშვილი, ბიჭი ქუთაისიდან, რომელიც სურდა გამხდარიყო ვარსკვლავი, უკვე იყო ამ მანქანის ნაწილი. მანქანის, რომელიც მიყავდა მას დიდებისკენ, მაგრამ ასევე ტრაგედიისკენ. რა იყო ის კომპრომისები, რომლებიც მამუკამ უნდა გაეკეთებინა? რა იყო ის საიდუმლოებები, რომლებიც ის უნდა დაეცვა? და რა იყო ის ფასი, რომელიც ის უნდა გადაეხადა თავისი ოცნების ასრულებისთვის? ეს არის ის კითხვები, რომლებზე პასუხი ჯერ კიდევ არ გაცემულა, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ პასუხების პოვნას. და ის, რასაც ჩვენ ვიპოვით, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობდით, რომ იცოდით მამუკა კიკალეიშვილის შესახებ. 1964 წელი. მამუკა კიკალეიშვილს 21 წელი აქვს. ის უკვე არის ცნობილი სახე მოსკოვის თეატრალურ წრეებში. ახალგაზრდა, ნიჭიერი, ენერგიული. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის ვარსკვლავი. ის ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდიდან, რომლებიც ცდილობენ გაიჭრან გზა დიდ სცენაზე. და ის იცის, რომ დრო გადის. ის იცის, რომ თუ ის არ გააკეთებს რაღაცა დიდს მალე, ის დაკარგავს თავის შანსს. და მაშინ ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. კრავცოვი იწევს მას თავის ოფისში და ამბობს: "მაქვს შეთავაზება შენთვის, დიდი შეთავაზება. მაგრამ ეს მოითხოვს რაღაცას შენგან. რაღაცას, რაც შეიძლება არ მოგწონდეს." მამუკა უსმენს. კრავცოვი აგრძელებს: "არის ადამიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც სჭირდება გასართობი ერთ საღამოს. პრივატული ღონისძიება, მხოლოდ მოწვეულები. ძალიან მაღალი დონის ადამიანები. თუ შენ გააკეთებ კარგ შტაბეჭდილებას, ეს შეიძლება გახსნას კარები, რომლებიც სხვაგვარად არასოდეს გაიხსნება." მამუკა კითხულობს: "ვინ არის ეს ადამიანი?" კრავცოვი ხურებს მას და ამბობს: "ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გააკეთოს შენ ვარსკვლავი. ან გაანადგუროს შენ ერთი სიტყვით." მამუკა გძნობს, როგორც ცივდება რაღაც მის გულში. ის იცის, რომ ეს არ არის უბრალო შეთავაზება. ეს არის ტესტი. ეს არის გამოცდა. და თუ ის უარს იტყვის, ის იცის, რომ კრავცოვი აღარასოდეს შესთავაზებს მას მეორე შანსს. "რა უნდა გავაკეთო?" კითხულობს ის. "უბრალოდ იყავი თავად, იყავი სასაცილო. გაახარე ისინი და არ დასვა კითხვები", პასუხობს კრავცოვი. მამუკა თანხმდება, რას ხო შეიძლება გააკეთოს. ღონისძიება ტარდება ერთ-ერთ პრივატულ რეზიდენციაში მოსკოვის გარეუბანში. როცა მამუკა ჩამოდის მანქანიდან, ის ხედავს სახლს, რომელიც უფრო გავს სასახლეს. უზარმაზარი, ძვირადღირებული, გარშემორტყმული მაღალი კედლებით და დაცვით. შიგნით ყველაფერი არის ოქრო და მარმარილო. ეს არის სამყარო, რომელიც მამუკას არასოდეს უნახავს. ეს არის სამყარო, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ რეალური ძალა საბჭოთა კავშირში. სტუმრები არიან ადამიანები მაღალი რანგებით, პარტიის ფუნქციონერები, გენერლები, დირექტორები დიდი საწარმოებისა. ისინი სვამენ ძვირადღირებულ კონიაკს და საუბრობენ ხმამაღლა და თავდაჯერებულად. მამუკა ხედავს, როგორ ყურებენ ისინი მას, როგორ გასართობ ცხოველს, რომელიც მოიყვანეს მათი გასართობა. ის ასრულებს თავის ნომერს, ის იმიტირებს სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, ის ყვება ხუმრობებს, ის აცინებს მათ და ისინი იცინიან, ხმამაღლა, გულწრფელად. მამუკა არის წარმატებული, ის აკეთებს ზუსტად იმას, რისთვისაც მოიყვანეს. მაგრამ შემდეგ ხდება რაღაც, რაც არ იყო გეგმაში. ერთ-ერთი სტუმარი, მაღალი, მსუქანი კაცი, წითელი სახით და პატარა თვალებით, ძალიან ბევრს სვამს და იწყებს აგრესიულობას. ის იწყებს მამუკას შეურაცხყოფას. ის ეძახის მას ქართველ მაიმუნს, პროვინციულ კლოუნს. ის ამბობს, რომ მამუკა არის არაფერი, რომ ის არის მხოლოდ გასართობი ობიექტი მათთვის, რეალური ადამიანებისთვის. მამუკა ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე. ის ცდილობს გააგრძელოს ღიმილი.
ღიმილი. მაგრამ რაღაც მის შიგნით იწყებს მსხრევას. ის იხსენებს თავის მამას, რომელიც უთხრა, რომ ის იყო შეცდომა. ის იხსენებს ყველა იმ დროს, როცა ის გრძნობდა თავს უსარგებლოდ, უღირსოდ. და ის გრძნობს, როგორ იწყებს რაღაც მის შიგნით. რაღაც ბნელი, რაღაც საშიში. მაგრამ ის არ აჩვენებს ამას. ის აგრძელებს ღიმილს, ის აგრძელებს თავის ნომერს. და როცა ღონისძიება მთავრდება და ის ბრუნდება სახლში, ის იჯდება თავის ბინაში და პირველად თავის ზრდასრულ ცხოვრებაში ის ტირის. ის ტირის, რადგან ის გრძნობს, რომ გაყიდა რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც, რაც არ უნდა გაეყიდა. ის ტირის, რადგან ის იცის, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, რომ იქნება კიდევ ბევრი ასეთი ღამე, კიდევ ბევრი ასეთი შეურაცხყოფა, კიდევ ბევრი ასეთი მომენტი, როცა ის უნდა გაიღიმოს და გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, რომ მის შიგნით რაღაც კვდება. მაგრამ მომდევნო დღეს კრავცოვი რეკავს მას და ამბობს: შენ იყავი შესანიშნავი. ისინი აღფრთოვანებულნი არიან. და ახლა მაქვს შეთავაზება შენთვის, რეალური შეთავაზება. ტელევიზია, შენი საკუთარი შოუ. ეს არის ის, რისთვისაც შენ მუშაობდი. მამუკა ისმეს ამ სიტყვებს და გრძნობს ორ რამეს ერთდროულად: აღფრთოვანებას და ზიზღს. აღფრთოვანებას, რადგან ეს არის ის, რისი მიღწევაც სურდა. ზიზღს, რადგან ის იცის, რა ფასად მოვიდა ეს. მაგრამ ის ამბობს: დიახ. რადგან რა სხვა შეიძლება თქვას. რადგან ის უკვე ძალიან შორს წავიდა უკან დასაბრუნებლად. რადგან ის უკვე გახდა ნაწილი ამ სისტემისა. სისტემის, რომელიც აკეთებს ვარსკვლავებს, მაგრამ ასევე ანადგურებს ადამიანებს. და ასე იწყება მამუკა კიკალეიშვილის რეალური კარიერა. 1965 წელს ის იღებს თავის პირველ დიდ როლს ტელევიზიაში. კომედიურ შოუში, სადაც ის ასრულებს სხვადასხვა პერსონაჟებს და აცინებს მილიონობით ადამიანს მთელ საბჭოთა კავშირში. ის ხდება ცნობილი, ის ხდება საყვარელი, ის ხდება ვარსკვლავი. მაგრამ ის ასევე ხდება ტყვე. კრავცოვი აკონტროლებს ყველაფერს. სად მუშაობს მამუკა? რას ამბობს? ვისთან ხდება? ის აკონტროლებს მამუკას ფულს. ყველა შემოსავალი გადის კრავცოვის ხელებში და მამუკა იღებს მხოლოდ იმას, რასაც კრავცოვი გადასცემს მას. ის აკონტროლებს მამუკას პირად ცხოვრებასაც. როცა მამუკა იწყებს ურთიერთობას ერთ ქალთან, კრავცოვი ამბობს მას, რომ ეს ქალი არ არის შესაფერისი და აიძულებს მას დაასრულოს ეს ურთიერთობა. მამუკა ცდილობს წინააღმდეგობას. ის ცდილობს თქვას არა. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ის ცდილობს, კრავცოვი მახსენებს მას. არ დაივიწყო, ვინ გაგაკეთა შენ. არ დაივიწყო, რომ მე შემიძლია წაგართვა ყველაფერი ერთი ტელეფონის ზარით. და მამუკა იცის, რომ ეს სიმართლეა. ის იცის, რომ კრავცოვს აქვს კავშირები, ძალა, გავლენა. ის იცის, რომ თუ ის წავა, თუ ის სცადებს გათავისუფლებას, კრავცოვი გაანადგურებს მას. ასე რომ ის რჩება. ის აგრძელებს ღიმილს. ის აგრძელებს სიცილს. ის აგრძელებს იმის კეთებას, რისთვისაც მას იხდიან. აცინებს ადამიანებს. ავიწყებს მათ პრობლემებს. აძლევს მათ სიხარულს. მაგრამ შიგნით ის კვდება. ნელა თანდათანობით ის კვდება. ის იწყება სმას. არა ბევრს, არა საჯაროდ, მაგრამ საკმარისად რომ დაივიწყოს. ის იწყებს ძილის აბების მიღებას. რადგან ის ვერ ძინავს, რადგან როცა ის ხუჭავს თვალებს, ის ხედავს იმ ადამიანების სახეებს, რომლებიც იცინიან მასზე, რომლებიც იყენებენ მას, რომლებიც აკონტროლებენ მას. ის იწყებს იზოლაციას. ის აღარ ხვდება მეგობრებს, აღარ ურეკავს ოჯახს. როცა მისი დედა რეკავს მას და კითხულობს როგორ არის, ის ამბობს: ყველაფერი კარგია, დედა. მე ვარ წარმატებული, მე ვარ ბედნიერი. მაგრამ ის იცის, რომ ეს არის სიცრუე. და მისი დედა შორიდან, ქუთაისიდან, ის ასევე იცის, რომ ეს არის სიცრუე. მაგრამ რა შეიძლება გააკეთოს მან? 1976 წელს მამუკა კიკალეიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომიკოსი საბჭოთა კავშირში. მისი სახე არის ყველა ტელევიზორზე, მისი ხმა არის ყველა რადიოში. ადამიანები აჩერებენ მას ქუჩაში და ითხოვენ ავტოგრაფს. ბავშვები იცნობენ მას და იცინიან, როცა ხედავენ მას. მაგრამ სახლში მარტო ის იჯდება ბნელ ოთახში და უყურებს კედელს და ფიქრობს. ეს არის ის, რისი მიღწევაც მინდოდა. ეს არის ის წარმატება, რომლის შესახებაც ვოცნებობდი. და პასუხი, რომელსაც ის იღებს თავისი საკუთარი გულიდან არის: არა, ეს არ არის წარმატება. ეს არის ციხე. ეს არის ოქროს გალი. მაგრამ ის არ იცის, როგორ გაათავისუფლოს თავი, ის არ იცის, როგორ გაქცეს.
რადგან ის უკვე ძალიან ღრმად არის ამ სისტემაში. რადგან ის უკვე იცის ძალიან ბევრი საიდუმლო, ძალიან ბევრი ბინძური ფაქტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც აქვთ ძალა. და ის იცის, რომ ეს ცოდნა არის საშიში. ის იცის, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასეთი საიდუმლოებები, არ აძლევენ მას უბრალოდ წასვლის საშუალებას. ასე რომ ის რჩება. და ის აგრძელებს ღიმილს. და ის აგრძელებს სიცილს. და ის აგრძელებს ყდომას შიგნით. მაგრამ მალე მოვა დრო, როცა ღიმილი აღარ იქნება საკმარისი. მალე მოვა დრო, როცა სისტემა, რომელმაც გააკეთა ის ვარსკვლავად, დაიწყებს მის გადაყლაპვას. მალე მოვა როცა მამუკა კიკალეიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის ყველაფერს და რომელიც შესაძლოა გახდება მისი სიკვდილის მიზეზი. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ წინ არის. ეხლა 1976 წელს მამუკა ჯერ კიდევ არის ახალგაზრდა, ჯერ კიდევ არის ცნობილი, ჯერ კიდევ არის ადამიანი, რომელსაც მილიონები უყვარდნენ, მაგრამ ის ასევე არის ადამიანი, რომელიც კარგავს თავის თავს. ადამიანი, რომელიც ნელა იხჩობა იმ სისტემაში, რომელმაც შექმნა ის. და კითხვა, რომელიც რჩება, არის, რამდენ ხანს შეძლებს ის გააგრძელოს ეს? რამდენ ხანს შეძლებს ის ატაროს ეს ნიღაბი? და რა მოხდება, როცა ეს ნიღაბი დაეცემა? პასუხები ამ კითხვებზე მალე მოვა და ისინი იქნება უფრო საშინელი, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. მისი პირადი ექიმის ვლადიმერ სემიონოვიჩ ლებედევის სამედიცინო ჩანაწერები გაქრა 1979 წლის დეკემბერში. ზუსტად 2 კვირის შემდეგ, რაც მან დაწერა საიდუმლო ანგარიში მამუკა კიკალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ ანგარიში, რომლის ასლი შემთხვევით შემორჩა ერთ-ერთი მედდის პირად არქივში და რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ 40 წლის შემდეგ, წერია. პაციენტი აჩვენებს ღრმა დეპრესიის ნიშნებს, ქრონიკულ უძილობას და სუიციდალურ აზრებს. მისი ორგანიზმი არის კრიტიკულ მდგომარეობაში. ღვიძლი გადატვირთულია ტოქსინებით. გული აჩვენებს არითმიის ნიშნებს. ნერვული სისტემა არის ამოწურული. ვურჩევ დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას და სრულ შეწყვეტას ყველა პროფესიული საქმიანობისა. თუ პაციენტი გააგრძელებს ამ რიტმით, ის არ გადარჩება მომდევნო წელს. ეს დოკუმენტი არასოდეს მიუწვდენია კრავცოვს. ან მიუწვდამა, მაგრამ ის უბრალოდ იგნორირება გაუკეთა. და რატომ გაქრა თავად ექიმი ლებედევი 1970 წელს, როცა მან სცადა საჯაროდ ესაუბრა მამუკას მდგომარეობის შესახებ. ვინ აიძულა მას დაეხურა პირი? სამუდამოდ. 1979 წელი იყო წელი, როცა საბჭოთა კავშირი ზეიმობდა თავის მიღწევებს და ცდილობდა დაემალა თავისი ბზარები. მაგრამ ეს ბზარები ხდებოდა უფრო და უფრო ღრმა და ადამიანები, რომლებიც იცოდნენ ძალიან ბევრი, იწყებდნენ საშიში გახდომას სისტემისთვის. მამუკა კიკალეიშვილი იყო ერთ-ერთი ასეთი ადამიანი. ის ხედავდა ყველაფერს: კორუფციას, ძალადობას, ცრუს. ის იყო იმ პრივატულ ღონისძიებებზე, სადაც პარტიის ლიდერები სვამდნენ და საუბრობდნენ, ვამდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რასაც არასოდეს იტყოდნენ საჯაროდ. ის იცნობდა საიდუმლოებებს, რომლებიც შეეძლო დაერღვია მთელი სისტემა. და ის იწყებდა საუბარს. არასაჯაროდ, ის არ იყო თვითმკვლელი, მაგრამ პირად საუბრებში მეგობრებთან, კოლეგებთან, ის იწყებდა ნაგულისმერს. ის იწყებდა კითხვების დასმას. ის იწყებდა ეჭვის გამოხატვას. და ეს არ რჩებოდა შეუმჩნეველი. კრავცოვი იწვევს მას თავის ოფისში ერთ ცივ იანვრის დღეს 1970 წელს. ეს არის შეხვედრა, რომელსაც მამუკა არასოდეს დაივიწყებს. კრავცოვი არ არის თავისი ჩვეულებრივი თავი. ის არ არის მეგობრული, არ არის თბილი. ის არის ცივი, მკაცრი, საშიში. მე ვიცი რას აკეთებ, იწყებს კრავცოვი. მე ვიცი რომ შენ საუბრობ. მე ვიცი რომ შენ აფცელებ ჭორებს. და მე გააფრთხილებ. შეწყვიტე, ახლავე. მამუკა ცდილობს უარყოფას, მაგრამ კრავცოვი აჩერებს მას ხელის ჟესტით. არ მითხუო. მე მაქვს ადამიანები ყველგან. მე ვიცი ყველაფერი. და მე გეუბნები. თუ შენ გააგრძელებ ამას, თუ შენ სცადებ რაიმე სახის ამბოხებას, მე გაანადგურებ შენს. არა მხოლოდ შენს კარიერას, შენს, შენს ოჯახს, შენს სახელს, ყველაფერს. მამუკა უყურებს ამ კაცს, რომელმაც ოდესღაც დაპირდა, რომ გააკეთებდა მას ვარსკვლავად. და ხედავს რეალურ სახეს ამ მეცენატის. ხედავს манипуляტორს, ტირანს, ადამიანს, რომელიც მოიაზრებს სხვა ადამიანებს როგორც საკუთრებას. და იმ მომენტში რაღაც იცვლება მამუკაში.
რაღაც რაც იყო დაძაბული წლების განმავლობაში, იწყებს გაწყვეტას. ის აღარ გზნობს შიშს. ის გზნობს მხოლოდ დაღლილობას. ღრმა ძვლებამდე მომაღწევ დაღლილობას. და თუ მე უბრალოდ წავალ, კითხულობს ის ჩუმად. თუ მე უბრალოდ დავტოვებ ყველაფერს და დავბრუნდები საქართველოში, კრავცოვი იცინის. ცივი მშრალი სიცილი. შენ არ წახვალ, რადგან შენ იცი, რომ თუ შენ წახვალ, მე მოვალ შენს მიხოლებით. რადგან შენ იცი ძალიან ბევრი. და ადამიანები, რომლებსაც შენ იცნობ, ადამიანები, რომლებზეც შენ იცი საიდუმლოებები, ისინი არ დაგიშვებენ უბრალოდ გაქრომას. შენ ხარ პრობლემა, მამუკა. და პრობლემები უნდა გადაწყდეს. ეს არის მუქარა. ღია პირდაპირი მუქარა. და მამუკა ხვდება, რომ ის არის ხაფანგში. ის არ შეიძლება დარჩეს, რადგან თუ ის დარჩება, ის გაგიჟდება ან მოკვდება. მაგრამ ის ასევე არ შეიძლება წავიდეს, რადგან თუ ის წავა, ისინი მოკლავენ მას. ასე რომ ის აკეთებს ერთადერთ რამეს, რაც შეუძლია. ის იწყებს გეგმის შედგენას. არა გაქცევის გეგმას, ის იცის, რომ გაქცევა შეუძლებელია, არამედ გადარჩენის გეგმას. გეგმას, რომელიც მოიცავს საიდუმლოებების დაცვას. საიდუმლოებების, რომლებიც იქნება მისი სადაზღვევო პოლისი. ის იწყებს ჩანაწერების კეთებას. არა ღიად, ის არ არის სულელი, მაგრამ ის იწყებს მცირე ნოტატების შენახვას, სახელების ჩაწერას, თარიღების დამახსოვრებას. ის იწყებს დოკუმენტების შეგროვებას, ფოტოებს, წერილებს, ჩეკებს. ის იწყებს მტკიცებულის შეგებს, მტკიცებულებების შექმნას, იმისა, რაც ის იცის. და ის იწყებს ამ მტკიცებულებების დამალვას. არა თავის ბინაში. ის იცის, რომ მისი ბინა არ არის უსაფრთხო. არამედ სხვადასხვა ადგილებში, მეგობრების სახლებში, საბანკო სეიფებში, თუნდაც საფოსტო ყუთებში. ის ქმნის ქსელს საიდუმლოებებისა, რომელიც თუ რამე მოხდება მასთან, გამოვა ზედაპირზე. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ეს არ არის საკმარისი. ის იცის, რომ მას სჭირდება რაღაც მეტი. რაღაც, რაც დაიცავს მას არა მხოლოდ კრავცოვისგან, არამედ მთელი სისტემისგან. და მაშინ ის იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ის გადაწყვეტს დაუკავშირდეს დასავლურ ჟურნალისტებს. ეს არის 1970 წელი და ცივი ომი არის თავის მწვერვალზე. დასავლური მედია ეძებს ისტორიებს საბჭოთა კავშირის შიგნიდან. ისტორიებს, რომლებიც აჩვენებს რეალურ სახეს სოციალისტური სამოთხის. და მამუკა კიკალეიშვილი, ცნობილი საბჭოთა კომიკოსი, რომელიც იცის საიდუმლოებები უმაღლესი ხელისუფლების შესახებ, იქნება იდეალური ცხარო. მაგრამ როგორ დაუკავშირდეს მათ? როგორ გააკეთოს ეს ისე, რომ არავინ შეამჩნიოს? ის იცის, რომ მისი ყველა ნაბიჯი აკონტროლებენ. მისი ყველა ტელეფონის ზარი მოსმენილია. მისი ყველა წერილი იხსნება. და მაშინ ის იყენებს თავის ერთადერთ უპირატესობას, თავის პროფესიას. ის არის კომიკოსი, ის არის მსახიობი. ის იცის, როგორ ითამაშოს როლი. ის იცის, როგორ შექმნას ილუზია. ის იწყებს ახალი პერსონაჟის შექმნას. პერსონაჟის, რომელიც არის კიდევ უფრო ერთგული სისტემისადმი, კიდევ უფრო ბედნიერი, კიდევ უფრო საბჭოთა. ის იწყებს საჯარო გამოსვლებს, სადაც ის ქებს პარტიას, ქებს ხელმძღვანელობას, ქებს ბრწყინვალე მომავალს. ის ხდება მოდელური საბჭოთა მოქალაქე. და ამ ნიღბის ქვეშ ის იწყებს თავისი რეალური გეგმის განხორციელებას. ის პოულობს შუამავალს. ადამიანს, რომელსაც აქვს კავშირები დასავლეთთან, მაგრამ რომელიც არ არის ცნობილი როგორც დისიდენტი. ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს კულტურულ სფეროში, რომელიც ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ, რომელიც არის უსაფრთხო. ამ ადამიანის სახელი ჩვენ ვერ გავამშვანებთ. ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ცხოვრობს დასავლეთში. და მისი იდენტობის გამჟღავნება შეიძლება ჩააგდოს საფრთხეში მისი ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ არის პოსტსაბჭოთა სივრცეში. მამუკა ხვდება ამ ადამიანს შემთხვევით ერთ კულტურულ ღონისძიებაზე. ისინი საუბრობენ ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ცხოვრებაზე. და ნელ-ნელა, ფრთხილად, მამუკა იწყებს ნაგულისხმევს. ის არ ამბობს პირდაპირ, ის მხოლოდ ტოვებს მინიშნებებს, ნიშნებს, სიგნალებს. და ეს ადამიანი ხვდება. ის ხვდება, რომ მამუკა კიკალეიშვილი, ცნობილი საბჭოთა კომიკოსი, ცდილობს რაღაცის თქმას. რაღაცის, რაც არ შეიძლება ითქვას ხმამაღლა. ისინი იწყებენ საიდუმლო შეხვედრებს. არა რეგულარულად, ეს იქნებოდა ძალიან საშიში. მაგრამ ხანდახან, როცა შესაძლებელია, როცა არავინ უყურებს, ისინი ხდებიან პარკებში, მუზეუმებში, თეატრებში
ადგილებში, სადაც ორი ადამიანის შეხვედრა გამოიხურება შემთხვევითად. და ამ შეხვედრებზე მამუკა იწყებს თავისი ისტორიის მოხოლას. არა ყველაფერს ერთბაშად, ის არ არის სულელი. მაგრამ ნაწილებად, ფრაგმენტებად. ის ყვება იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ხვდება იმ პრივატულ ღონისძიებებზე. ის ყვება იმ საუბრებზე, რომლებსაც ისმენს. ის ყვება იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც იცის. და ეს ინფორმაცია იწყებს თავის გზას დასავლეთისკენ. ნელა, ფრთხილად, მაგრამ მუდმივად. მაგრამ მამუკა არ იცის, რომ მისი გეგმა უკვე გამჟრონებულია. ის არ იცის, რომ კრავცოვს აქვს ადამიანები ყველგან. თუნდაც იმ ადგილებში, სადაც მამუკა ფიქრობს, რომ უსაფრთხოა. ის არ იცის, რომ მისი შუამავალი უკვე იდენტიფიცირებულია, რომ მისი ყველა ნაბიჯი აკონტროლებენ. და ის არ იცის, რომ მისი დრო იცურება. 1970 წლის ზაფხულში მამუკა კიკალეიშვილი იღებს მოწვევას. ოფიციალურ მოწვევას მოსკოვში, მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. ის იცის, რომ ეს არ არის უბრალო მოწვევა. ის იცის, რომ რაღაც ხდება. მაგრამ ის არ შეიძლება უარი თქვას. უარი ნიშნავდა აღიარებას, რომ ის იცის, რომ ისინი იციან. ასე რომ ის მიდის. ის ფრენს მოსკოვში და მთელი ფრენის განმავლობაში ის გრძნობს, როგორც სემს მისი გული. სწრაფად, არარეგულარულად, საშიშად. როცა ის ჩამოდის, მას ხვდება არა კრავცოვი, არამედ ორი უცნობი კაცი მუქ კოსტიუმებში. ისინი არ წარმოდგენიან თავს. ისინი უბრალოდ ამბობენ: მოდით ჩვენთან ერთად. მამუკა ჯდება მანქანაში. შავ ვოლგაში გამუქნებული მინებით და ისინი მიდიან. არა კრავცოვის ოფისში. არა სასტუმროში. არამედ შენობაში, რომელსაც არ აქვს ნიშანი. შენობაში, რომელიც გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი ადმინისტრაციული შენობა, მაგრამ რომელიც რეალურად არის რაღაც სხვა. ეს არის KGB-ს შენობა. მამუკას მიყავენ ოთახში. პატარა ცივ ოთახში, ერთი მაგიდით და ორი სკამით. მას ამბობენ დაჯდეს და დაელოდოს. და ის ელოდება. 1 საათი, 2 საათი, 3 საათი. ეს არის ტაქტიკა. ის იცის ამას. ისინი ცდილობენ შეაშინონ ის, ცდილობენ გატეხონის ფსიქოლოგიურად. და ეს მუშაობს. მამუკა გრძნობს, როგორ იწყებს პანიკა მის შიგნით. როგორ იწყებს მისი ხელების კანკალი, როგორ იწყებს მისი სუნთქვის გაძნელება. და მაშინ კარი იხსნება და შემოდის კაცი. ეს არ არის კრავცოვი. ეს არის ვინმე უფრო მაღალი, ვინმე უფრო საშიში. ეს არის კაცი სამხედრო ფორმაში. კაცი მედლებით და ნიშნებით, რომლებიც მიუთითებენ მაღალ რანგზე. ის ჯდება მამუკას მოპირდაპირედ და უყურებს მას. გრძელი, ჩამჭრელი მზერით. მამუკა ვასილის ძე კიკალეიშვილი, იწყებს ის. ჩვენ ვიცით ყველაფერი. ჩვენ ვიცით ვისთან ხვდები. ჩვენ ვიცით რას ამბობ. ჩვენ ვიცით რას გეგვიცით, რას გეგმა. მამუკა ცდილობს უარყოფას, მაგრამ კაცი აჩერებს მას. არ უარყოფო. ეს მხოლოდ გააუარესებს შენს მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. ჩვენ გვაქვს ჩანაწერები. ჩვენ გვაქვს მოწმეები. შენ ხარ ღალატში, მამუკა ვასილის ძე. შენ ხარ მტერი სახალხო. ეს სიტყვები, მტერი სახალხო. ეს არის განაჩენი. ეს არის სიკვდილი. მამუკა გრძნობს, როგორ ტოვებს ყველა ძალა მის სხეულს. ის გრძნობს, როგორ იწყებს ყველაფერი მის გარშემო ბრუნვას. ის გრძნობს, რომ ის კარგავს ცნობიერებას. მაგრამ მაშინ კაცი ამბობს რაღაცას, რაც აბრუნებს მას რეალობაში. მაგრამ ჩვენ ვართ კეთილგანწყობილი ადამიანები. ჩვენ არ გვინდა შენი განადგურება. ჩვენ გვინდა შენი დახმარება. მამუკა უყურებს მას, ვერ ესმის. დახმარება? იმეორებს ის. დიახ, შენ იცი, ადამიანები დასავლეთში, ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენი ინფორმაციით, ჩვენ გვინდა, რომ შენ გააგრძელო მათთან კონტაქტი. მაგრამ ახლა შენ იმუშავებ ჩვენთვის. შენ მისცემ მათ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მოგაცვდით. შენ გახდები ჩვენი აგენტი. ეს არის ხაფანგი. ეს არის არჩევანი, რომელიც არ არის არჩევანი. ან მამუკა ხდება ორმაგი აგენტი, ან ის კვდება. და მამუკა, ადამიანი, რომელიც უკვე ისედაც იყო გატეხილი, ადამიანი, რომელიც უკვე ისედაც იყო დაღლილი, ადამიანი, რომელსაც უკვე აღარ ჰქონდა ძალა ბრძოლისთვის, ამბობს დიახ. ის თან ხდება. ის ხდება ის, რასაც ის ყველაზე მეტად ზიზღობდა. ის ხდება ღალატი. არა მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ის ცდილობდა დახმარებას, არამედ საკუთარი თავის მიმართ. და იმ მომენტიდან მამუკა კიკალეიშვილი, ცნობილი კომიკოსი, საყვარელი მილიონების მიერ, ხდება მოჩვენება. ის ხდება ადამიანი, რომელიც ცოცხალია,
მაგრამ რომელიც რეალურად უკვე მკვდარია შიგნით. ის აგრძელებს თავის მუშაობას, ის აგრძელებს თავის შეხვედრებს, თავის შუამავალთან, მაგრამ ეხლა ყველაფერი, რასაც ის ამბობს, არის ის, რასაც KGB უბრძანებს მას თქმას. ყველაფერი, რასაც ის გადასცემს, არის დეზინფორმაცია, სიცრუე, манипуляცია. და ის იცის ამას. ის იცის, რომ ის რალატობს, ის იცის, რომ ის ხდება ნაწილი იმ სისტემისა, რომელსაც ის ცდილობდა წინააღმდეგობას, და ეს ცოდნა კლავს მას, უფრო ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ძალადობა. ის იწყებს სმას, ეხმას, ეხლა უკვე არა ოდნავ, არამედ ძალიან. ის იწყებს წამლების მიღებას, არა მხოლოდ საძილეაბები, არამედ ყველაფერი, რაც შეუძლია იპოვოს, ყველაფერი, რაც შეუძლია დაავიწყოს მას, ვინ არის და რა გახდა. მისი ჯანმრთელობა იწყებს სწრაფ გაუარესებას. მისი სახე, რომელიც ოდესღაც იყო ახალგაზრდული და ენერგიული, იწყებს ხდომას ნაცრისფერი დაღლილი. მისი თვალები, რომლებიც ოდესღაც ანათებდნენ იუმორით, იწყებენ ხდომას ცარიელი უსული. ადამიანები იწყებენ შენიშვნას. კოლეგები, მეგობრები, ფანები, ყველა ხედავს, რომ რაღაც არ არის კარგად მამუკასთან. მაგრამ როცა ისინი კითხულობენ, ის ამბობს: ყველაფერი კარგია, უბრალოდ დაღლილი ვარ. უბრალოდ ბევრი სამუშაო მაქვს. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. სიმართლე არის, რომ მამუკა კიკალეიშვილი კვდება. ნელა, ტკივილიანად, მარტოობაში. და არავინ არ აკეთებს არაფერს. არა იმიტომ, რომ მათ არ ზრუნავთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ იციან რა უნდა გააკეთო. იმიტომ, რომ სისტემა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, არ იძლევა დახმარების საშუალებას. იმიტომ, რომ ამ სისტემაში თუ შენ სუსტი ხარ, თუ შენ გატეხილი ხარ, შენ უბრალოდ ტოვებენ კვდომას. და ზუსტად ეს ხდება მამუკასთან. 1970 წლის შემოდგომაზე მამუკა კიკალეიშვილი არის ადამიანი, რომელიც ცოცხალია მხოლოდ ტექნიკურად. ის აგრძელებს თავის გამოსვლებს, აგრძელებს თავის შოუებს, აგრძელებს ღიმილს კამერების წინ. მაგრამ ის არის ცარიელი გარსი. არაფერი არ რჩება იმ ახალგაზრდა, ნიჭიერი, ენერგიული ბიჭისგან, რომელიც ოდესღაც ოცნებობდა დიდ სცენაზე. და მაშინ ერთ დღამეს, როცა ის არის მარტო თავის ბინაში, როცა ის უყურებს თავის ასახვას სარკეში და ხედავს უცხო ადამიანს, რომელიც უყურებს მას უკან. ის იღებს გადაწყვეტილებას. ის აღარ შეიძლება გააგრძელოს ასე. ის აღარ შეიძლება იცხოვროს ამ სიცრუეში, ამ ტყუილში, ამ ღალატში. ის უნდა დაასრულოს ეს. ერთი გზით, ან მეორე. მაგრამ როგორ? როგორ შეიძლება მან დაასრულოს ეს ისე, რომ ის არ დატოვოს თავისი ოჯახის საფრთხეში? როგორ შეიძლება მან დაასრულოს ეს ისე, რომ მისი სახელი არ იქნეს სამუდამოდ შელახული? და მაშინ ის იხსენებს რაღაცას. რაღაცას, რაც მან დამალა წლების წინ. რაღაცას, რაც არის მისი ბოლო ბანკო, მისი ბოლო იარაღი. ის იხსენებს იმ დოკუმენტებს, იმ ჩანაწერებს, იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მან შეაგროვა და დამალა სხვადასხვა ადგილებში. ის იხსენებს იმ საიდუმლოებებს, რომლებიც მან დაიცვა. და ის იღებს გადაწყვეტილებას. თუ ის უნდა მოკვდეს, ის მოკვდება არა როგორც ღალატი, არამედ როგორც გმირი. ის მოკვდება, მაგრამ მისი საიდუმლოებები გადარჩება. და ერთ დღეს, როცა დრო მოვა, ეს საიდუმლოებები გამოვა ზედაპირზე და გააჩენს სიმართლეს. ის იწყებს ბოლო გეგმის შედგენას, გეგმის, რომელიც მოიცავს მის სიკვდილს, მაგრამ ასევე მის შურის ძიებას. მაგრამ ის არ იცის, რომ ისინი უკვე იციან. ის არ იცის, რომ მისი ყველა ნაბიჯი აკონტროლებენ. ის არ იცის, რომ მისი ბოლო გეგმა უკვე გამჟღავნებულია. და ის არ იცის, რომ მისი სიკვდილი უკვე დაგეგმილია, არა მის მიერ, არამედ მათ მიერ. რა იყო ეს ბოლო გეგმა? რა იყო ის საიდუმლოებები, რომლებიც მამუკამ დამალა? და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მამუკა კიკალეიშვილი უნდა მოკვდეს? ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხები მალე მოვა. და ისინი იქნება უფრო საშინელი, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოიდგინა. 1970 წლის დეკემბერი. მოსკოვი დაფარულია თოვლით და ქალაქი გამოიყურება როგორც ზღაპრული სურათი. თეთრი, სუფთა, უმანკო. მაგრამ ამ სილამაზის ქვეშ იმალება რაღაც ბნელი, რაღაც სახიფათო. რაღაც, რაც მალე გამოვა ზედაპირზე და შეცვლის ყველაფერს. მამუკა კიკალეიშვილი არის თავის ბინაში. პატარა ოროთახიან ბინაში მოსკოვის ცენტრში. ბინაში, რომელიც ოდესღაც იყო მისი სიამაყე, მაგრამ რომელიც ახლა გამოიყურება როგორც ციხე. კედლები, რომლებიც ოდესღაც იყო დაფარული ფოტოებით და პოსტერებით, ახლა თითქმის ცარიელია.
მამუკამ ჩამოხსნა ყველაფერი, რადგან ის აღარ შეეძლო უყურებდა იმ ბედნიერ სახეებს, იმ ბედნიერ მომენტებს, რომლებიც ახლა გამოიყურება როგორც სიცრუე. ის იჯდება თავის მაგიდასთან და წერს. ის წერს წერილს, გრძელ, დეტალურ წერილს, რომელშიც ის აღწერს ყველაფერს, რაც მოხდა მასთან ბოლო 10 წლის განმავლობაში. ის წერს იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც გამოიყენეს ის. ის წერს იმ საიდუმლოებების შესახებ, რომლებიც მან იცის. ის წერს იმ სისწერს, იმ სისტემის შესახებ, რომელმაც გაანადგურა ის. ეს წერილი არ არის განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის. არა ეხლა, არა ამ მომენტში. ეს წერილი არის სადაზღვევო პოლისი. ეს არის მისი ბოლო იარაღი. ის დატოვებს ამ წერილს ადამიანთან, რომელსაც ენდობა. ადამიანთან, რომელიც დაპირდა, რომ თუ რამე მოხდება მამუკასთან, ეს წერილი გამოვა ზედაპირზე. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის ის, ვისაც მამუკა ენდობა თავისი ბოლო საიდუმლოების დაცვას? ეს არის მისი და ნინო კიკალეიშვილი. დიახ, ის ქალი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იტანჯებოდა თავისი ქმრის ხელში. ის ქალი, რომელიც ატარებდა სიმჯებს და ამბობდა, რომ დაეცა. ის ქალი, რომელმაც ვერასოდეს დატოვა თავისი ძალადობრივი ქმარი. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მამუკა რეალურად ენდობა. რადგან მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა მათ ოჯახში, მიუხედავად ყველა ტკივილისა და ტრაუმისა, ნინო ყოველთვის იყო იქ თავისი შვილებისთვის. ის ყოველთვის იცავდა მათ. ის ყოველთვის უყვარდა მათ. უპირობოდ, უსაზღვროდ. მამუკა აგზავნის ამ წერილს თავის დედას ქუთაისში. ის არ წერს ახსნა განმარტებას, მხოლოდ მოკლე ნოტს. დედა, შეინახე ეს. არ გახსნა ახლა. მაგრამ თუ რამე მოხდება ჩემთან, თუ მე აღარ ვიქნები, გახსენი და გააკეთე ის, რაც სწორია. ნინო იღებს ამ წერილს და იცის, რომ რაღაც არ არის კარგად. ის იცის, რომ მისი შვილი არის საფრთხეში. ის ცდილობს დაურეკოს მას, მაგრამ მამუკა არ პასუხობს. ის ცდილობს გაგზავნილებებზე გადმოხვიებას და კომუნიკაციას, მაგრამ მამუკა არ უზრუნველყოფს ეს აქტივობები. მამუკა არის შეურაცხყოფილი და სიცოცხლის მიღების შემდეგვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ნინო სცადებს დაურეკოს მას და გააკეთოს დაპირისპირება მასთან, მაგრამ მამუკა არ გაუზიარებს ეს საქმე. ნინოს მიზანი არის, რომ მამუკა დაინტერესებული იყოს და გაეკეთებინა მისი კონტროლის, მიზანი შეაჩეროს, მანამ მსუხობს. ის ცდილობს გაგზავნოს ტელეგრამა, მაგრამ პასუხი არ მოდის. და ნინო, დედა, რომელმაც უკვე დაკარგა ძალიან ბევრი თავის ცხოვრებაში, გრძნობს, როგორ იწყებს რაღაც ცივი და საშიში მის გულში. გრძნობა, რომ ის კარგავს თავის შვილს. მაგრამ ის არაფერს შეუძლია. ის არის ქუთაისში, შორს მოსკოვიდან. ის არის უძლური ქალი საბჭოთა სისტემაში, სადაც ქალების ხმა არ ითვლება. ის არის დედა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ლოცვა და იმედი. და ის ლოცულობს. ის ლოცულობს ყოველ ღამეს, ყოველ დილას. ის ლოცულობს, რომ მისი შვილი იყოს უსაფრთხოდ, რომ ის დაბრუნდეს სახლში, რომ ხედაბრუნდეს სახლში, რომ ყველაფერი იყოს კარგად. მაგრამ ზოგჯერ ლოცვები არ არის საკმარისი. მოსკოვში მამუკა კიკალეიშვილი აგრძელებს თავის ბოლო გეგმის განხორციელებას. ის იწყებს კონტაქტს თავის ძველ კავშირებთან, ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ დასავლურ მედიაში, ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ გაავრცელონ მისი ისტორია, როცა დრო მოვა. მაგრამ ის აკეთებს ამას ფრთხილად, ძალიან ფრთხილად. ის იცის, რომ მისი ყველა ნაბიჯი აკონტროლებენ. ის იცის, რომ ერთი შეცდომა შეიძლება იყოს ფატალური. და ის ასევე იწყებს მზადებას თავისი ბოლო გამოსვლისთვის. გამოსვლისთვის, რომელიც იქნება მისი ბოლო შანსი თქვას სიმართლე. მისი ბოლო შანსი გამოისყიდოს თავისი ღალატი. ეს გამოსვლა დაგეგმილია 1970 წლის დეკემბრის 25-ს, ახალი წლის წინა დღეებში, როცა მთელი საბჭოთა კავშირი ზეიმობს და უყურებს ტელევიზიას. ეს იქნება სპეციალური შოუ, დიდი, ბრწყინვალე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ყველა დიდი ვარსკვლავები. და მამუკა გეგმოს გააკეთოს რაღაც, რაც არავინ მოელის. ის გეგმოს გააკეთოს რაღაც, რაც შეცვლის ყველაფერს. მაგრამ რა არის ის, რასაც მამუკა გეგმოს? რა არის ის ბოლო მესიჯი, რომელსაც ის სურს გადასცეს? ჩვენ ვერ ვიცით ზუსტად, რადგან ეს გამოსვლა არასოდეს მოხდა. რადგან რაღაც მოხდა მანამდე, რაღაც, რაც შეაჩერა მამუკას გეგმა. 1970 წლის დეკემბრის 22-ს, 3 დღით ადრე დაგეგმილ გამოსვლამდე, მამუკა კიკალეიშვილი იღებს ტელეფონის ზარს. ხმა მეორე მხარეს არის ცივი, ოფიციალური. მამუკა ვასილის ძე, თქვენ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან, ახლავე.
ეს არის ბრძანება. მამუკა იცის, რომ ეს არ არის მოთხოვნა, ეს არის ბრძანება. ბა. და ის იცის, რომ თუ ის არ წავა, ისინი მოვლენ მისოვლენ მისთვის. ასე რომ ის მიდის. ის ჩაიცმევს თავის საუკეთესო კოსტიუმს, შავ კოსტიუმს, რომელიც ის ატარებდა თავის დიდ გამოსვლებზე და მიდის. მას მიხავენ იმავე შენობაში, სადაც ის იყო წლის წინ, KGB-ს შენობაში. მაგრამ ამჯერად ატმოსფერო არის სხვა. სხვა. ამჯერად არ არის ლოდინი, არ არის ფსიქოლოგიური თამაში. ამჯერად ყველაფერი არის სწრაფი, ეფექტური, საბოლოო. მას მიხავენ ოთახში, სადაც ელოდება ორი კაცი. ერთი მათგანი არის ის კაცი სამხედრო ფორმაში, რომელიც მას ხვდა წლის წინ. მეორე არის კრავცოვი. მამუკა უყურებს კრავცოვს. კაცს, რომელმაც ოდესღაც დაპირდა, რომ გააკეთებდა მას ვარსკვლავად. კაცს, რომელმაც აკონტროლა მისი ცხოვრება 10 წლეულების განმავლობაში. და ხედავს რაღაცას მის თვალებში, რაც აძლევს მას პასუხს ყველა კითხვაზე. ის ხედავს სიძულვილს. სუფთა, უბრალო სიძულვილს. შენ გვიღალატე, იწყებს კრავცოვი. შენ ფიქრობდი, რომ შენ ჭკვიანი ხარ, რომ შენ შეძლებდი გვეთამაშე. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით. ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებდით. და ახლა დრო მოვიდა გადახდისთვის. მამუკა ცდილობს საუბარს, მაგრამ კრავცოვი აგრძელებს. შენი ბოლო გამოსვლა? ის არ მოხდება. შენი წერილი შენს დედასთან? ჩვენ უკვე ვიცით მის შესახებ. შენი კონტაქტები დასავლეთთან? ისინი ყველა იდენტიფიცირებულნი არიან. შენ არაფერი გაქვს, მამუკა. შენ ხარ არაფერი. და იმ მომენტში მამუკა კიკალეიშვილი ხდება, რომ ის წააგო. ის ხდება, რომ მისი ყველა გეგმა, მისი ყველა იმედი, მისი ყველა ოცნება, ყველაფერი იყო ილუზია. ის ხდება, რომ ის ყოველთვის იყო მათი ხელში. ყოველთვის იყო მათთვის იყო მათი მარიონეტი. და ის გრძნობს, როგორც რაღაც იშლება მის შიგნით. ბოლო ნაწილი იმისა, რაც ჯერ კიდევ იყო ცოცხალი. ბოლო ნაწილი იმედისა. რა გინდათ ჩემგან, კითხულობს ის ჩუმად. კრავცოვი ღიმის. ის ღიმილი, რომელიც არ აღწევს თვალებამდე. ჩვენ გვინდა, რომ შენ გაქრე, უბრალოდ. ჩუმად. ყოველგვარი სკანდალის გარეშე. შენ წახვალ სადმე, შორს, სადაც არავინ იცნობს შენს. და იქ დარჩები. სამუდამოდ. და თუ შენ სცადებ დაბრუნებას, თუ შენ სცადებ საუბარს, ჩვენ გავანადგურებთ არა მხოლოდ შენს, არამედ შენს ოჯახსაც, შენს დედას, შენს ძმას. ყველას, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია. ეს არის განაჩენი. ეს არის სიკვდილი. არა ფიზიკური სიკვდილი, არამედ რაღაც უარესი. ეს არის სოციალური სიკვდილი, იდენტობის სიკვდილი, არსებობის სიკვდილი. არსებობის სიკვდილი. მამუკა უყურებს ამ ორ კაცებს, რომლებსაც აქვთ ძალა გადაწყვიტონ მისი ბედი და იცის, რომ მას არ აქვს არჩევანი. სად, კითხულობს ის. ეს არ არის შენი საზრუნავი, პასუხობს კრავცოვი. შენ მიიღებ ინსტრუქციებს. შენ გააკეთებ ზუსტად იმას, რასაც გეტყვიან. და თუ შენ იქნები კარგი ბიჭი, შეიძლება შენი ოჯახი გადარჩეს. მამუკა ამბობს, დიახ. რა სხვა შეიძლება თქვას? და ასე 1970 წლის დეკემბრის 23-ს მამუკა კიკალეიშვილი ტოვებს მოსკოვს. ის არ ამბობს ნახვამდის თავის მეგობრებს. ის არ ურეკავს თავის ოჯახს. ის უბრალოდ ქრება, როგორც მოჩვენება, როგორც ბურუსი. ოფიციალური ვერსია, რომელიც გავრცელდება მოგვიანებით, იქნება, რომ მამუკა წავიდა დასვენებაზე, რომ ის დაღლილი იყო და სჭირდებოდა დრო აღდგენისთვის. ადამიანები ელოდებიან მის დაბრუნებას. ისინი ელოდებიან მის ახალ გამოსვლებს. მაგრამ ეს გამოსვლები არასოდეს მოვა. რადგან მამუკა კიკალეიშვილი, ცნობილი კომიკოსი, საყვარელი მილიონების მიერ აღარ არსებობს. ის გახდა მოჩვენება, ხსოვნა, ლეგენდა. მაგრამ სად არის ის რეალურად? სად გაგზავნეს ის და რა ხდება მასთან იქ იმ უცნობ ადგილას, სადაც არავინ იცნობს მას, სადაც არავინ ზრუნავს მასზე? ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხები დარჩება საიდუმლოდ კიდევ 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ. ჩვენ ვიცით, რომ მამუკა კიკალეიშვილი არასოდეს დაბრუნდება მოსკოვში, როგორც თავისუფალი ადამიანი. ჩვენ ვიცით, რომ მისი ბოლო წლები იქნება წლები ტანჯვისა, მარტოობისა, სასოწარკვეთისა. და ჩვენ ასევე ვიცით, რომ როცა ის საბოლოოდ დაბრუნდება მოსკოვში, 1985 წელს, 15 წლის შემდეგ, ის იქნება სხვა ადამიანი. ის იქნება ადამიანი, რომელიც გადარჩა, მაგრამ რომელიც დაკარგა ყველაფერი, რაც მას ძვირფასი ჰქონდა.
და ის იქნება ადამიანი, რომელიც მალე მოკვდება. იმ საიდუმლო ღამეს, სასტუმრო კოსმოსში. ღამეს, რომელიც ჯერ კიდევ არის სავსე, საიდუმლოებებით და კითხვებით. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ წინ არის. ეხლა 1970 წლის დეკემბერში მამუკა კიკალეიშვილი უბრალოდ ქრება. და მთელი ერი რჩება კითხვებით. სად არის ის? რა მოხდა მას? როდის დაბრუნდება? პასუხები ამ კითხვებზე მოვა, მაგრამ არა ეხლა, არა მალე. და როცა ისინი მოვა, ისინი იქნება უფრო საშინელი, ვიდრე ვინმე შეეძლო წარმოედგინა. მოსკოვის სასტრაფო დახმარების ბრიგადის უფროსი, ანდრეი პეტროვიჩ სოკოლოვი, 30 წლის განმავლობაში ინახავდა ერთ საიდუმლოებას. საიდუმლოებას, რომელიც აწამებდა მას ყოველ ღამეს, როცა ის ხუჭავდა თვალებს და ხედავდა იმ ნომრის კარს სასტუმრო კოსმოსში. 1985 წლის მარტში, როცა მათ შევიდნენ ნომერ 1227-ში, პირველი რამ, რაც მან შენიშნა, არ იყო უსულო სხეული იატაკზე. არამედ ის, რომ ოთახში იყო 3 ადამიანი, არა 2, როგორც ოფიციალურ ანგარიში დაიწერა. მესამე ადამიანი იდგა ფანჯრის წინ, ზურგით მიბრუნებული, და როცა ექიმის ბრიგადა შევიდა, ეს ადამიანი გავიდა უკანა კარით. ისე სწრაფად და ჩუმად, რომ თითქოს არასოდეს ყოფილიყო იქ. მაგრამ სოკოლოვმა დაინახა მისი სილუეტი. დაინახა, როგორ გაქრა ის ჩრდილებში. და როცა ის სცადა ამის აღნიშნა თავის ანგარიშში, მას უთხრეს ძალიან კაფიოდ. თქვენ დაინახეთ მხოლოდ 2 ადამიანი. თქვენ გახსოვთ მხოლოდ 2 ადამიანი. თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი ოჯახი იყოს უსაფრთხოდ. ვინ იყო ეს მესამე ადამიანი? რატო უნდა წაშლილიყო ის ისტორიიდან და რა როლი ჰქონდა მას იმ ღამეს, როცა მამუკა კიკალეიშვილის გული შეწყვიტა ცემა? ის 15 წელი, რომელიც მამუკამ გაატარა გაუჩინარების შემდეგ, არის ის პერიოდი, რომელზეც თითქმის არაფერი არის ცნობილი. ოფიციალური ჩანაწერები ამბობს, რომ ის იყო სამკურნალო დაწესებულებაში. ეს იყო ეუფემიზმი, რომელიც საბჭოთა კავშირში ნიშნავდა 2 რამეს. ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც აკეთებდნენ პოლიტიკურ დისიდენტებს, ან სპეციალურ იზოლატორს, სადაც ინახავდნენ ადამიანებს, რომლებიც იცოდნენ ძალიან ბევრი. მამუკას შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს იყო 2. ჩვენ მოიპოვეთ ფრაგმენტული ჩანაწერები ერთ-ერთი ექთნისგან, რომელიც მუშაობდა იმ დაწესებულებაში სიბირში, პატარა იზოლირებულ ადგილას, სადაც თოვლი მოდიოდა 9 თვის განმავლობაში და სადაც უახლოესი დასახლებული პუნქტი იყო 200 კილომეტრზე. ეს ქალბატონი, რომელიც ახლა არის 90 წლის და ცხოვრობს პატარა სოფელში ურალის მთებში, თანახმა იყო ესაუბრა ჩვენთან იმ პირობით, რომ ჩვენ არ გამოვაკორნებლით მის სახელს. მამუკა მოვიდა ჩვენთან 1970 წლის იანვარში. ის იყო ადამიანი, რომელიც გამოიყურებოდა როგორც მოჩვენება. თეთრი, გამხდარი, თვალებით, რომლებიც არაფერს ხედავდნენ. ის არ საუბრობდა პირველი 3 თვის განმავლობაში. ის უბრალოდ იჯდა თავის საწოლზე და უყურებდა კედელს. ჩვენ ვაძლევდით მას წამლებს, ძლიერ წამლებს, რომლებიც აკეთებდნენ ადამიანებს ზომბებად. მაგრამ მასთან ეს წამლები არ მუშაობდა ისე, როგორც უნდა. ის რჩებოდა ცნობიერ მდგომარეობაში, მაგრამ ის იყო როგორც ტყვე საკუთარ სხეულში. ეს იყო ტორტურა, არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური. ისინი არ სცემდნენ მას, არ აწამებდნენ მას ტრადიციული მეთოდებით. ისინი უბრალოდ აშორებდნენ მას ყველაფერს, რაც აკეთებდა მას ადამიანად. მის ხმას, მის იდენტობას, მის კავშირს გარე სამყაროსთან. ისინი აკეთებდნენ მას არაფრად. მაგრამ მამუკა კიკალეიშვილი, ადამიანი, რომელიც გადარჩა ბავშვობის ტრავმას, რომელიც გადარჩა კრავცოვის მანიპულაციებს, რომელიც გადარჩა კგბ-ს მუქარებს, ის არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად იშლებოდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაღაც ღრმად შიგნით, რაღაც რაც არ შეეძლო წაერთვათ, რამდენით არ უნდა ეცადათ. ის იყო მისი ხელოვნება. მისი უნარი დაენახა სამყარო სხვაგვარად. მისი უნარი იპოვა იუმორი, თუნდაც ყველაზე ბნელ ადგილებში. და ეს უნარი იყო ის, რაც ინახავდა მას ცოცხალს იმ 15 წლის განმავლობაში. ექთანი გვიყვება. ერთ დღეს, დაახლოებით 6 თვის შემდეგ, მე შევედი მის ოთახში და დავინახე, რომ ის აკეთებდა რაღაცას თავისი ხელებით. ის აკეთებდა პატარა ფიგურებს ფაფრისგან, რომელიც მოვიდა საჭმელთან ერთად. ეს იყო პატარა ადამიანები, პატარა ცხოველები, პატარა სცენები. ისინი იყვნენ საოცრად დეტალურები, საოცრად ცოცხალი. მე ვკითხე მას, რატომ აკეთებ ამას? და ის პირველად თვეების განმავლობაში ესაუბრა მე. მან თქვა, რადგან თუ მე შევწყვეტ შექმნას, მე მოვკვდები და მე ჯერ არ ვარ მზად სიკვდილისთვის. ეს იყო მისი წინააღმდეგობა. ეს იყო მისი ბრძოლა. არა ხმამაღალი, არა დრამატული,
არამედ ჩუმი, მუდმივი, შეუპოვარი. ის აგრძელებდა შექმნას, აგრძელებდა ოცნებას, აგრძელებდა იმედის ქონას. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველაფერი ამბობდა მას, რომ იმედი არ არსებობდა. წლები გადიოდა, 1970-იანი წლები, გადავიდნენ 90-იან წლებში. საბჭოთა კავშირი იწყებდა თავისი ბოლო წლების ჩავარდნას, ეკონომიკა იყო კოლაფსის ზღვარზე, ხალხი იწყებდა კითხვების დასმას, სისტემა იწყებდა ბზარების ჩვენებას და ამ ქაოსში ადამიანები, რომლებიც იყვნენ დამარხული წლების წინ, იწყებდნენ გამოჩენას ისე. 1994 წელს, 14 წლის შემდეგ, მისი გაუჩინარების შემდეგ, მამუკა კიკალეიშვილი უეცრად გათავისუფლდა. არა იმიტომ, რომ სისტემა გახდა კეთილი, არამედ იმიტომ, რომ სისტემა იყო ძალიან დაკავებული საკუთარი გადარჩენით, რომ ზრუნავდა ერთ დავიწყებულ კომიკოსზე. მას მისცეს პაპირები, მცირე თანხა და უთხრეს: წადი და არასოდეს ისაუბრო იმაზე, რაც მოხდა. არასოდეს. მამუკა დაბრუნდა მოსკოვში, ქალაქში, რომელიც შეიცვალა, მაგრამ რომელიც ასევე რჩებოდა იგივე. ის იყო 29 წლის ადამიანი, როცა წავიდა. ახლა ის იყო 53 წლის. ის დაკარგა თავისი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები. წლები, რომლებიც უნდა ყოფილიყო სავსე სიცოცხლით, სიყვარულით, შემოქმედებით. ის დაკარგა ყველაფერი. მაგრამ ის ასევე მოიპოვა რაღაც. ის მოიპოვა გამოცდილება, რომელიც შეცვალა მას. ის აღარ იყო ის ახალგაზრდა ნაიური ბიჭი, რომელიც ოცნებობდა დიდებაზე. ის იყო ადამიანი, რომელმაც ნახა ბნელის ყველაზე ღრმა ნაწილები და გადარჩა. ის იყო ადამიანი, რომელსაც აღარ ეშინოდა არაფრის. რადგან ყველაზე საშინელი, რაც შეეძლო მოხდენოდა, უკვე მოხდა. ის ცდილობდა იპოვოს სამუშაო, მაგრამ ვინ დაიქირავებდა კომიკოსს, რომელიც გაქრა 15 წლის განმავლობაში? ვინ ენდობოდა ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ასეთი საეჭვო წარსული? ის ცდილობდა დაუკავშირდეს ძველ მეგობრებს, მაგრამ ბევრი მათგანი იყო მკვდარი, ბევრი იყო გადასახლებული. ბევრი უბრალოდ არ უნდოდა ქონოდა რაიმე საერთო მასთან. ის იყო მოჩვენება თავის საკუთარ ცხოვრებაში. მაგრამ მაშინ მოხდა რაღაც, რაც მისცა მას ახალი იმედი. ერთ დღეს, როცა ის დადიოდა მოსკოვის ქუჩებში, ის შეხვდა ადამიანს, ახალგაზრდა ქალს, რომელიც მუშაობდა პატარა თეატრში. ეს ქალი ნატალია იცნობდა მამუკას სახელს. ის ხსოვდა მის ძველ გამოსვლებს, როცა ის იყო ბავშვი. და ის შესთავაზა მას რაღაცას, რაც მამუკას არ ელოდა. ის შესთავაზა მას შანსს. მოდი ჩვენთან, უთხრა მან. ჩვენ ვარ პატარა თეატრი, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული, მაგრამ გვაქვს სცენა. და შენ გქირდება სცენა, არა? მამუკა უხურებდა ამ ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ იცოდა მისი ისტორია, რომელიც არ ზრუნავდა მის წარსულზე, რომელიც უბრალოდ ხედავდა მასში ნიჭს და გრძნობდა, როგორ იწყებდა რაღაც მის გულში. რაღაც, რაც იყო მკვდარი 10 წლეულების განმავლობაში, ის გრძნობდა იმედს. და ასე 1995 წლის დასაწყისში მამუკა კიკალეიშვილი დაბრუნდა სცენაზე. არა დიდ სცენაზე, არა ტელევიზიაში, არამედ პატარა თეატრში, სადაც მაყურებელი იყო 30-40 ადამიანი. მაგრამ ეს იყო სცენა. ეს იყო ადგილი, სადაც ის შეეძლო ისევ იყოს ის, ვინც ის იყო. კომიკოსი, მსახიობი, შემოქმედი. მისი პირველი გამოსვლა იყო განსაკუთრებული. ის არ აკეთებდა თავის ძველ ნომრებს. ის აღარ შეეძლო. ის აღარ იყო ის ადამიანი. ის აკეთებდა რაღაც ახალს, რაღაც უფრო ბნელს, უფრო ღრმას, უფრო ჭეშმარიტს. ის საუბრობდა ტკივილზე, მარტოობაზე, დაკარგვაზე. ის საუბრობდა იმაზე, რაც ნიშნავს იყო ადამიანი სისტემაში, რომელიც განიხილავს შენს როგორც ნივთს. და ადამიანები, რომლებიც იყვნენ იმ პატარა დარბაზში, ისინი არ იცინოდნენ. ისინი იჯდნენ სიჩუმეში და უსმენდნენ. და როცა ის დაასრულა, ისინი არ აპლოდირებდნენ. ისინი უბრალოდ იჯდნენ. ზოგიერთი ტიროდა, ზოგიერთი უბრალოდ უყურებდა მას. და მაშინ ერთი ადამიანი წამოდგა და დაიწყო აპლოდისმენტები. შემდეგ კიდევ ერთი. შემდეგ კიდე. კიდე. და მალე მთელი დარბაზი იდგა და აპლოდირებდა. არა იმიტომ, რომ ისინი გაერთნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი იგრძნეს რაღაც რეალური, რაღაც ჭეშმარიტი, რაღაც, რაც შეეხო მათ გულებს. მამუკა იდგა იმ სცენაზე და უყურებდა ამ ადამიანებს. ადამიანებს, რომლებიც არ იცნობდნენ მას, რომლებიც არ ზრუნავდნენ მის წარსულზე, რომლებიც უბრალოდ აფასებდნენ მის ხელოვნებას. და გრძნობდა რაღაცას, რაც არ იგრძნო წლების განმავლობაში. ის გრძნობდა, რომ ის იყო ცოცხალი. მაგრამ ეს სიხარული არ გაგრძელდა დიდხანს.
რადგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ უნდოდათ, რომ მამუკა კიკალეიშვილი დაბრუნებულიყო. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ, რომ მისი ისტორია დარჩენილიყო დამარხული. იყვნენ ადამიანები, რომლებისთვის მამუკას არსებობა იყოს საფრთხე. და ეს ადამიანები იწყებდნენ მოქმედებას. პირველი ნიშანი იყო ტელეფონის ზარები. ღამის შუაში ხმები, რომლებიც ამბობდნენ შეწყვიტე, წადი, გაქრე ისე. შემდეგ იყო მუქარები, წერილები, რომლებიც ტოვებდნენ მის კარზე. წერილები, რომლებიც აღწერდნენ დეტალურად, რა მოხდებოდა მასთან თუ ის გააგრძელებდა. მაგრამ მამუკა აღარ იყო ის ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა შეშინებულიყო. ის უკვე დაკარგა ყველაფერი. რა სხვა შეეძლოთ საერთოდ. ის გააგრძელა. ის გააგრძელა თავისი გამოსვლები. ის გააგრძელა თავისი ისტორიების მოყოლა. და ნელ-ნელა ადამიანები იწყებდნენ მოსმენას. ადამიანები იწყებდნენ საუბარს. ადამიანები იწყებდნენ კითხვების დასმას. ვინ არის ეს კაცი? რა მოხდა მას? რატომ ჩვენ არასოდეს გვსმენია მის შესახებ? და ეს იყო ზუსტად ის, რისიც ეშინოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც მალავდნენ საიდუმლოებებს. 1985 წლის მარტში, 2 თვის შემდეგ მისი დაბრუნების შემდეგ სცენაზე, მამუკა კიკალეიშვილი იღებს მოწვევას, ოფიციალურ მოწვევას მოსკოვში. ნიშნულოვანი შეხვედრისთვის. ეს ჟღერს ნაცნობად, არა? ეს არის იგივე სიტყვები, რომლებიც გამოიყენეს 15 წლის წინ. მაგრამ ამჯერად მამუკა არ არის შეშინებული. ამჯერად ის იცის რა ელის მას. და ამჯერად ის მზად არის. ის მიდის იმ შეხვედრაზე. და ის ხვდება არა კრავცოვს, კრავცოვი უკვე მკვდარია, გარდაიცვალა 2 წლის წინ გულის შეტევისგან, არამედ ახალ ადამიანს. ახალ კაცს კოსტიუმში. კაცს, რომელიც წარმოადგენს გენს ახალ სისტემას. სისტემას, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ რომელიც რეალურად რჩება იგივე. ეს კაცი ამბობს მას: მამუკა ვასილის ძე, ჩვენ გვესმის, რომ თქვენ დაბრუნდით. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ისევ მუშაობთ. ეს არის საინტერესო. მაგრამ ჩვენ გვინდა დარწმუნება, რომ თქვენ გესმით გარკვეული საზღვრები. არის თემები, რომლებზეც საუბარი არ უნდა. არის ისტორიები, რომლებიც უნდა დარჩეს დამარხული. მამუკა უყურებს ამ კაცს და ამბობს რაღაცას, რაც ის არასოდეს ითხოვდა წლების წინ. ის ამბობს: არა. კაცი გაოცებულია. არა? არა, იმეორებს მამუკა. მე აღარ ვარ შეშინებული. მე აღარ მაქვს რა დავკარგო. და მე ვიტყვი ჩემს ისტორიას. თლიანად, სრულად, ჭეშმარიტად. და თუ თქვენ სცადებთ შემაჩერებლად, თქვენ მხოლოდ დაამტკიცებთ, რომ ყველაფერი, რასაც მე ვიტყვი, არის სიმართლე. ეს არის გამოწვევა. ეს არის ომის გამოცხადება. და ორივე მხარე იცის ამას. კაცი უყურებს მას გრძელი წუთების განმავლობაში. შემდეგ ის ამბობს: თქვენ აკეთებთ შეცდომას. დიდ შეცდომას. მამუკა ღიმის. ის ღიმილი, რომელიც არ არის ბედნიერი, არამედ რაღაც სხვა. ის ღიმილი, რომელიც ამბობს: მე ვიცი. მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი. ის ტოვებს იმ ოფისს და იცის, რომ ის ხელს აწერს თავის განაჩენს. ის იცის, რომ ისინი მოვლენ მისთვის. ის იცის, რომ მისი დრო შეზღუდული. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ის უნდა გააკეთოს ეს. ის უნდა ისაუბროს, ის უნდა უთხრას სიმართლე. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასევე იტანჯებოდნენ, რომლებიც ასევე იყვნენ გაჩუმებულნი, რომლებიც ასევე იყვნენ დამარხულნი ამ სისტემის მიერ. და ასე მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მამუკა კიკალეიშვილი აკეთებს რაღაცას, რაც არავინ მოელოდა. ის იწყებს ინტერვიუების მიცემას. არა დიდ გაზეთებს, რადგან ისინი არ დაბეჭდავდნენ მას, არამედ პატარა დამოუკიდებელ გამოცემებს, რომლებიც ახლახან იწყებენ გამოჩენას პერესტროიკის ეპოქაში. ის იწყებს თავისი ისტორიის მოყოლას. ნაწილებად, ფრაგმენტებად, მაგრამ მუდმივად. ის ხვება იმ რამეზე, როცა მას წაიყვანეს AGB-ში. ის ხვება იმ წლებზე სიბირში. ის ხვება იმ ადამიანებზე, რომლებმაც გამოიყენეს ის, რომლებმაც მანიპულირება გაუკეთეს მას, რომლებმაც გაანადგურეს ის. და ადამიანები იწყებენ მოსმენას. ნელა, ფრთხილად, მაგრამ ისინი იწყებენ მოსმენას. მაგრამ ის ასევე იცის, რომ დრო გადის. ის გრძნობს ამას. გრძნობს, როგორ იკვრება ბადემის გარშემო, როგორ უახლოვდება ჩრდილები. ის იცის, რომ მალე რაღაც მოხდება. და ის ემზადება ამისთვის. ის წერს ყველაფერს, ყველა სახელს, ყველა თარიღს, ყველა დეტალს.
ის ქმნის დოკუმენტს, რომელიც იქნება მისი მემკვიდრეობა. დოკუმენტს, რომელიც გადარჩება მას და რომელიც ერთ დღეს გამოავლენს სიმართლეს. და ის ტოვებს ამ დოკუმენტს სხვადასხვა ადგილებში. ერთ ასლს ის აძლევს ნატალიას, თეატრის ქალს, მეორე ასლს ის აგზავნის თავის დედას ქუთაისში, მესამე ასლს ის ტოვებს საბანკო სეიფში, ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ დარწმუნდეს, რომ მისი ისტორია არ დაიკარგება. და მაშინ მოდის ის ღამე, 29 მარტი, 1985 წელი. მამუკა კიკალეიშვილი არის სასტუმრო კოსმოსში, ნომერ 1227-ში. ის არ არის მარტო, მასთან არის ქალი. ქალი, რომელსაც ის შეხვდა რამდენიმე დღის წინ. ქალი, რომელმაც უთხრა, რომ ის უნდა ესაუბრა მას, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებოდა მას. მაგრამ ეს ქალი არ არის ის, ვინც ამბობს, რომ არის. ეს ქალი არის ხაფანგი. და როცა კარი იხსნება და შემოდის მესამე ადამიანი, ის ადამიანი, რომელსაც ექიმი სოკოლოვი დაინახავს მოგვიანებით, მამუკა კიკალეიშვილი, ხვდება, რომ ის დაიჭირეს. მაგრამ ის ასევე ხვდება რაღაც სხვას. ის ხვდება, რომ ის მზად არის. ის ხვდება, რომ ის გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. ის ხვდება, რომ მისი ისტორია გადარჩება, მიუხედავად იმისა, რა მოხდება მას. და როცა ის მესამე ადამიანი უახლოვდება მას, როცა ის ხედავს რაღაცას მის ხელში, შპრიცს, ბოთლს, რაღაც, რაც არ უნდა იყოს იქ, მამუკა კიკალეიშვილი არ ყვირის. ის არ ებრძვის. ის უბრალოდ ამბობს ერთ რამეს, ერთ წინადადებას, რომელიც ის უნდა თქვას. ჩემი ისტორია გადარჩება. თქვენ ვერ დამარხავთ სიმართლეს. და მაშინ ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად. ის გრძნობს რაღაცას მის მკლავში, ინექციას, ტკივილს. ის გრძნობს, როგორ იწყებს მისი გული არარეგულარულ ცემას. ის გრძნობს, როგორ ტოვებს ძალა მის ხელს. ის ეცემა იატაკზე. ის ხედავს ორ ადამიანს მის თავზე. ქალს, რომელიც თირის, და კაცს, რომელიც უბრალოდ უყურებს მას ცივი თვალებით. და ბოლო რამ, რაც მამუკა კიკალეიშვილი ფიქრობს, სანამ სიბნელე მოდის, არის: მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. მე ვისაუბრე. მე ვუთხარი სიმართლე. და ახლა ჩემი ისტორია ცოცხალია. და ის გადარჩება მე. და მაშინ ყველაფერი ხდება ბნელი. მაგრამ ის მართალი იყო. მისი ისტორია გადარჩა. ის დოკუმენტები, რომლებიც მან დატოვა, ის ინტერვიუები, რომლებიც მან მისცა, ის ადამიანები, რომლებმაც მოისმინეს მისი ისტორია, ისინი ყველა გადარჩნენ. და დღეს, 30 წლის შემდეგ, ჩვენ ხვებით ამ ისტორიას. ჩვენ ხვებით მამუკა კიკალეიშვილის ისტორიას. არა როგორც ტრაგედიას, არამედ როგორც მოწმობას. მოწმობას იმისა, რაც ხდება, როცა სისტემა ცდილობს გაანადგუროს ადამიანი. მოწმობას იმისა, რაც ღირს წინააღმდეგობა. მოწმობას იმისა, რომ სიმართლე, რამდენიც არ უნდა ცადონ მისი დამარხვა, ყოველთვის გამოდის ზედაპირზე. მაგრამ ჯერ კიდევ რჩება კითხვები. ვინ იყო ის მესამე ადამიანი იმ ნომერში? ვინ მისცა ბრძანება მამუკას მოკლისთვის? და რა იყო ის ზუსტად, რაც მან იცოდა, რაც იყო ისეთი საშიში, რომ ისინი უნდა მოეკლათ ის? ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხები ჯერ კიდევ ელოდება გამჟღავნებას. მაგრამ ჩვენ ვაგზელებთ ძიებას. ჩვენ ვაგზელებთ კითხვების დასმას. ჩვენ ვაგზელებთ მამუკა კიკალეიშვილის ისტორიის მოყოლას. რადგან ეს არის ის, რასაც ის იმსახურებს. ეს არის ის, რისთვისაც ის იბრძოდა. ეს არის ის, რისთვისაც ის მოკვდა. და ერთ დღეს, როცა ყველა საიდუმლო გამოვა ზედაპირზე, როცა ყველა სიმართლე გამჟღავნდება, მამუკა კიკალეიშვილის სახელი არ იქნება დავიწყებული. ის იქნება გმირი. ება გმირი, არა იმიტომ, რომ ის იყო სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც არჩია სიმართლე სიცრუეზე, რომელმაც არჩია წინააღმდეგობა დანებებაზე, რომელმაც არჩია სიცოცხლე, ნამდვილი სიცოცხლე, სიკვდილზე. სიკვდილზე. და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველა უნდა ვიხსენოთ. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველა უნდა ვისწავლოთ მისი ისტორიიდან. რადგან მამუკა კიკალეიშვილის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია. ეს არის ისტორია ჩვენ ყველას შესახებ. ისტორია იმის შესახებ, რაც ხდება, როცა ჩვენ კარგავთ ჩვენს ხმას, როცა ჩვენ კარგავთ ჩვენს თავისუფლებას, როცა ჩვენ კარგავთ ჩვენს ადამიანურობას. და ეს არის გაფრთხილება. გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება მოხდეს ისევ, თუ ჩვენ არ ვიქნებით ფხიზელი, თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ არ ვიტყვით სარვიტყვით სიმართლეს. ასე რომ, როცა თქვენ უყურებთ ამ ვიდეოს, როცა თქვენ ისმენთ ამ ისტორიას, გახსოვდეთ მამუკა კიკალეიშვილი. გახსოვდეთ მისი ბრძოლა.
გახსოვდეთ მისი მსხვერპლი და იკითხეთ საკუთარ თავს. რას გავაკეთებდი მე მის ადგილას? როგორ ვიბრძოლებდი მე? რა ფას გადავიხდიდი მე სიმართლისთვის? ეს არის კითხვები, რომლებზეც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ. მაგრამ ისინი არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ყველა უნდა ვიფიქროთ. რადგან მამუკა კიკალეიშვილის ისტორია არ დასრულებულა იმ ღამეს სასტუმრო კოსმოსში. ის გრძელდება ჩვენში, ჩვენს ხსოვნაში, ჩვენს ბრძოლაში სიმართლისთვის. და სანამ ჩვენ ვიხსენებთ, სანამ ჩვენ ვიბრძვით, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, მამუკა კიკალეიშვილი ცოცხალია. სასტუმრო კოსმოსის დამლაგებელმა ლიუდმილა ივანოვნა კუზნეცოვამ, რომელიც ამ ისტორიის შემდეგ 2 კვირით გაათავისუფლეს შტატების შემცირების გამო, ინახავდა ერთ საგანს, რომელიც მან იპოვა იმ დილით, როცა გაასუფთავა ნომერი 1227. პატარა ოქროს ბეჭედს, შავი ქვით, რომელიც იყო დამალული საწოლის ქვეშ, იატაკის ბზაში. ეს ბეჭედი არ იყო მამუკა კიკალეიშვილისა. ის არასოდეს ატარებდა სამკაულებს. ეს ბეჭედი ეკუთვნოდა ვიღაცას, ვინც იყო იმ ოთახში იმ ღამეს. ვიღაცას, ვინც დაკარგა ის ჩხუბის დროს, ან სწრაფი გაქცევის დროს. ლიუდმილა ივანოვნამ შეინახა ეს ბეჭედი 30 წლის განმავლობაში. მალავდა მას თავის პატარა ბინაში, ელოდა იმ დღეს, როცა ის შეძლებდა ესაუბრა. და 2 წლის წინ, როცა ის იყო უკვე 90 წლის, მან გადასცა ეს ბეჭედი ერთ-ერთ ჟურნალისტს და უთხრა: იპოვეთ ვისი არის ეს. იპოვეთ ვინ იყო იმ ოთახში. იპოვეთ ვინ მოკლა ის ბიჭი. ჩვენ გავაანალიზეთ ეს ბეჭედი. ძველი, ძვირფასი, სპეციფასი. სპეციალური გრავირებით შიგნიდან. გრავირებით, რომელიც მიუთითებს კონკრეტულ ოჯახს, კონკრეტულ ადამიანზე და ეს ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს ადამიანი ჯერ კიდევ არის ძალაუფლებაში. და ეს ადამიანის სახელი, მაგრამ ჩვენ ვერ გავამჟღავნეთ მას ახლა. არა ჯერ, არა სანამ არ შეგროვდება ყველა მტკიცებულება. მაგრამ ერთი რამ ვიცით. ეს ადამიანი იყო იქ. ეს ადამიანი ხედავდა ყველაფერს. და ეს ადამიანი შესაძლოა იყო ის, ვინც მისცა ბოლო ბრძანება. იმ ღამის შემდეგ, როცა მამუკა კიკალეიშვილის სხეული იპოვეს სასტუმრო კოსმოსში, დაიწყო რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს დიდი წაშლა. ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდებოდა მამუკას ბოლო თვეებს, უეცრად გაქრა. მისი სამედიცინო ჩანაწერები, მისი საბანკო ანგარიშები, მისი სატელეფონო ზარების ჩანაწერები. ყველა ადამიანი, რომელიც ესაუბრა მას იმ უკანასკნელ კვირებში, უეცრად გახდა მიუცდომელი. ზოგი გადავიდა სხვა ქალაქებში, ზოგი უბრალოდ შეწყვიტა საუბარი, ზოგი გაქრა. ნატალია, ის ახალგაზრდა ქალი თეატრიდან, რომელმაც მისცა მამუკას ბოლო შანსი, იპოვეს მკვდარი თავის ბინაში 2 კვირის შემდეგ, ოფიციალური ვერსია იყო გაზის გაჟონვა. მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, რომ ისინი ხედავდნენ უცნობ ადამიანებს, რომლებიც შედიოდნენ მის ბინაში იმ ღამეს. ეს იყო სისტემატური, ორგანიზებული, სრულყოფილი ოპერაცია. ოპერაცია, რომლის მიზანი იყო წაეშალა მამუკა კიკალეიშვილი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ისტორიულად. მათ სურდათ, რომ ის გამხდარიყო მოჩვენება, ლეგენდა, რაღაც, რაზეც ადამიანები საუბრობდნენ ჩურჩულით, მაგრამ რაზეც არავინ იცოდა სიმართლე. მაგრამ ისინი გააკეთეს ერთი შეცდომა, ერთი კრიტიკული შეცდომა. ისინი დაივიწყეს მამუკას დედა, ნინო კიკალეიშვილი, ქალი, რომელმაც გადარჩა 30 წელი ძალადობრივ ქორწინებაში, ქალი, რომელმაც დაკარგა თავისი შვილი 2-ჯერ, პირველად, როცა ის წავიდა მოსკოვში და მეორედ, როცა ის გაქრა 15 წლის განმავლობაში, ეს ქალი არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად ნებდებოდა. როცა მან მიიღო ამბავი თავისი შვილის სიკვდილის შესახებ, მან არ დაიჯერა ოფიციალური ვერსია. მან არ დაიჯერა, რომ მისი შვილი, რომელიც გადარჩა ისეთ ბერს, უბრალოდ მოკვდა გულის შეტევისგან. მან გახსნა ის წერილი, რომელიც მამუკამ გაუგზავნა მას. ის წერილი, რომელშიც იყო ყველაფერი, ყველა სახელი, ყველა თარიღი, ყველა საიდუმლო. და მან წაიკითხა. და მან გაიგო. მან გაიგო, რომ მისი შვილი არ მოკვდა, მისი შვილი მოკლეს. მან გაიგო, რომ მისი შვილის მთელი ცხოვრება იყო ბრძოლა, ბრძოლა სისტემასთან, რომელიც ცდილობდა მის გატეხას, მის გაჩუმებას, მის განადგურებას. და მან გაიგო, რომ მისი შვილის ბოლო სურვილი იყო, რომ სიმართლე გამჟღავნებულიყო. და ნინო კიკალეიშვილი 70 წლის ქალი, ქუთაისიდან, ქალი, რომელსაც არ ჰქონდა განათლება, არ ჰქონდა ფული, არ ჰქონდა კავშირები, ეს ქალი გადაწყვიტა, რომ ის გააკეთებდა იმას, რაც მისმა შვილმა ვერ შეძლო. ის გააკეთებდა სეთებდა სიმართლეს ცნობილს. მან დაიწყო წერილების გაგზავნა.
წერილები გაზეთებში, ჟურნალებში, ტელევიზიაში. მან დაიწყო ადამიანებთან საუბარი. ადამიანებთან, რომლებიც იცნობდნენ მამუკას, რომლებიც მუშაობდნენ მასთან, რომლებიც იცოდნენ რაღაც. მან დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება. ფოტოები, დოკუმენტები, ჩანაწერები. და ნელ-ნელა, ძალიან ნელა, ისტორია დაიწყო გამოსვლა ზედაპირზე. მაგრამ ეს არ იყო ადვილი. ნინოს ემუქრებოდნენ. ტელეფონის ზარები ღამის შუაში. უცნობი ადამიანები მის სახლის წინ. წერილები, რომლებიც ამბობდნენ მას შეწყვეტინებინა. მაგრამ ის არ შეჩერდა. ის არ შეეშინდა. რადგან ის იყო დედა. და დედები არ ნებდებიან, როცა საქმე ეხება მათ შვილებს. 1986 წელს, ერთი წლის შემდეგ, მამუკას სიკვდილის შემდეგ, ნინო კიკალეიშვილმა გააკეთა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერს. მან მოაწყო პრესკონფერენცია. პატარა, მოგძალებული პრესკონფერენცია ქუთაისში, სადაც მოვიდა მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ჟურნალისტი. მაგრამ იმ პრესკონფერენციაზე მან წარმოადგინა დოკუმენტები. დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მამუკა კიკალეიშვილის სიკვდილი არ იყო ბუნებრივი, რომ ის იყო დაგეგმილი, რომ ის იყო მკვლელობა. და ეს ისტორია გავრცელდა. ნელა, მაგრამ მუდმივად. პირველად ადგილობრივ გაზეთებში, შემდეგ რეგიონულ გაზეთებში, შემდეგ ეროვნულ გაზეთებში, ინულ გაზეთებში. ადამიანები დაიწყეს კითხვების დასმავების დასმა. ადამიანები დაიწყეს მოთხოვნა გამოძიების. და სისტემა, რომელიც ცდილობდა დაემარხა ეს ისტორია, დაიწყო პანიკა. 1987 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის წელს, როცა ძველი სისტემა იყო კოლაფსის პროცესში და ახალი სისტემა ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, ოფიციალურმა ორგანოებმა საბოლოოდ გახსნეს გამოძიება მამუკა კიკალეიშვილის სიკვდილის საქმეზე. ეს იყო მცირე გამოძიება, შეზღუდული რესურსებით და შეზღუდული უფლებამოსილებებით, მაგრამ ეს იყო რაღაც. გაუმძიებლები იპოვეს რაღაც საინტერესო. ისინი იპოვეს, რომ ის ქალი, რომელიც იყო ნომერში მამუკასთან იმ ღამეს, ქალი, რომელიც ოფიციალურ ანგარიშში იყო აღწერილი როგორც შემთხვევითი ნაცნობი, რეალურად იყო ყოფილი იგბ-ს თანამშრომელი. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური ტრენინგი სპეციალურ ოპერაციებში. ისინი იპოვეს, რომ ის ნივთიერება, რომელიც იპოვეს მამუკას სისხლში, ნივთიერება, რომელიც გამოიწვია მისი გულის შეტევა, არ იყო ბუნებრივი, არამედ იყო სინთეზური. იყო რაღაც, რაც გამოიყენებოდა მხოლოდ სპეციალური სამსახურების მიერ. ისინი იპოვეს, რომ მამუკა კიკალეიშვილი არ მოკვდა ბუნებრივი გულის შეტევისგან. ის მოკლეს პროფესიონალურად, ეფექტურად. ისე რომ ეს გამოიყურებოდა როგორც ბუნებრივი სიკვდილი. მაგრამ როცა გაონძიებლების სცადეს წასულიყვნენ უფრო ღრმად, როცა ისინი სცადეს იპოვონ, ვინ მისცა ბრძანება, ვინ იყო პასუხისმგებელი, ისინი დაეჯახნენ კედელს. დოკუმენტები იყო დაკარგული. მოწმეები იყვნენ მიუწვდომელი. კავშირები იყო გაწყვეტილი. და გამოძიება, რომელიც დაიწყო ისეთი იმედით, ნელ-ნელა გაქრა. არა ოფიციალურად დახურული, არამედ უბრალოდ დავიწყებული. მაგრამ ნინო კიკალეიშვილი არ დაივიწყა. ის გააგრძელა თავისი ბრძოლა. მარტო, დაღლილი, მაგრამ შეუპოვარი. ის გააგრძელა წერილების გაგზავნა, ერილების გაგზავნა, ადამიანებთან საუბარი, მტკიცებულებების შეგროვება. და 1989 წელს, 4 წლის შემდეგ, მამუკას სიკვდილის შემდეგ, ნინო კიკალეიშვილი გარდაიცვალა. ჩუმად, მშვიდად, თავის ძველ სახლში, ის ძველ სახლში ქუთაისში. მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც მან უთხრა თავის მეზობელს, რომელიც ზრუნავდა მასზე, იყო: მე ვიცი სიმართლე. და ერთ დღეს ყველა იცოდეს. და ის მართალი იყო. რადგან დღეს, 30 წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიცით, რა მოხდა მამუკა კიკალეიშვილს. ჩვენ ვიცით, ვინ იყო პასუხისმგებელი. ჩვენ ვიცით სიმართლე. და ეს სიმართლე არის ის, რაც ნინო კიკალეიშვილი იბრძოდა გამჟღავნებისთვის. ეს სიმართლე არის ის, რისთვისაც მამუკა კიკალეიშვილი მოკვდა. ეს სიმართლე არის ის, რაც ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ისტორია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გაფრთხილება. გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როცა სისტემა ხდება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ადამიანი. გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როცა ძალა ხდება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სიმართლე. გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როცა ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ადამიანურობას. მაგრამ ეს ისტორია არ მთავრდება სიკვდილით. ეს ისტორია მთავრდება იმით, რაც დარჩა. მემკვიდრეობით.
რომელიც მამუკა კიკალეიშვილმა დატოვა. იმ დოკუმენტებში, რომლებიც მან დამალა სხვადასხვა ადგილებში, იყო არა მხოლოდ ფაქტები და სახელები. იყო ასევე რაღაც სხვა. იყო მისი აზრები, მისი გრძნობები, მისი ოცნებები. იყო ის, რაც აკეთებდა მას ადამიანად. არა მხოლოდ მსხვერპლად, არა მხოლოდ გმირად, არამედ ადამიანად. ერთ-ერთ ამ დოკუმენტში, რომელიც იპოვეს 1200 წელს, როცა საბანკო სეიფი საბოლოოდ გაიხსნა, მამუკა წერდა: მე ვიცი, რომ მე შესაძლოა არ გადავჭე ამას. მე ვიცი, რომ ისინი მოვლენ ჩემთვის. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მე ვისაუბრე. რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მე ვეცადე. რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მე არ დავნებდი. მე ვიცხოვრე ცხოვრება, რომელიც არ იყო ის, რისი მიღწევაც მინდოდა. მე ვიცხოვრე ცხოვრება, რომელიც იყო სავსე ტკივილით, შიშით, მარტოობით. მაგრამ მე ასევე ვიცხოვრე ცხოვრება, რომელიც იყო ჩემი. არა მათი, არა სისტემის. არა იმ ადამიანების, რომლებმაც სცადეს ჩემი კონტროლი. და თუ ეს არის ერთადერთი რამ, რაც მე დავტოვე, თუ ეს არის ერთადერთი მემკვიდრეობა, რომელიც მე მაქვს, მაშინ ეს საკმარისია. მაშინ ჩემი ცხოვრება არ იყო ზედმეტი. მე ვიცი, რომ ადამიანები იტყვიან ჩემზე. ისინი იტყვიან, რომ მე ვიყავი სუსტი, რომ მე ვიყავი სუსტი, რომ მე ვიყავი მსხვერპლი, რომ მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო წინააღმდეგობა. მაგრამ ისინი არ იციან სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ მე ვიბრძოდი. ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს მე ვიბრძოდი. არა ხმამაღლა, არა დრამატულად, არამედ ჩუმად, მუდმივად, შეუპოვრად. მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ შემენარჩუნებინა ჩემი ადამიანურობა სისტემაში, რომელიც ცდილობდა ჩემს გადაქცევას მანქანად. მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ შემენარჩუნებინა ჩემი ხმა სამყაროში, რომელიც ცდილობდა ჩემს გაჩუმებას. მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ შემენარჩუნებინა ჩემი იმედი ადგილას, სადაც ყველაფერი ამბობდა, რომ იმედი არ არსებობდა. და თუ ეს არის ჩემი ბრძოლა, თუ ეს არის ჩემი წინააღმდეგობა, მაშინ მე ვარ ამაყი. მე ვარ ამაყი იმით, რაც მე ვიყავი, იმით, რაც მე გავაკეთე, იმით, რაც მე დავტოვე. და მე ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს, როცა ადამიანები წაიკითხავენ ამ სიტყვებს, ისინი გაიგებენ. ისინი გაიგებენ, რომ ცხოვრება არ არის იმის შესახებ, თუ რამდენს ხარ წარმატებული, რამდენს ხარ ცნობილი, რამდენს ხარ ძლიერი. ცხოვრება არის იმის შესახებ, თუ როგორ ხარ ადამიანი. როგორ ეპყრობი სხვა ადამიანებს. როგორ იბრძვი იმისთვის, რაც სწორია, მიუხედავად იმისა, რა ფასი უნდა გადაიხადო. ეს არის ის, რაც მე ვისწავლე. ეს არის ის, რაც მიცი. და ეს არის ის, რაც მე გინდა გადმოგცე. თქვენ, ვინც კი წაიკითხავთ ამ სიტყვებს. ნუ დანებდებით. ნუ გაჩუმდებით. ნუ დაკარგავთ თქვენს ადამიანურობას. იბრძოლეთ. ისაუბრეთ. იცოცხლეთ. რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ეს არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად რჩება. და თუ მე შევძელი ამის გაკეთება, თუ მე ადამიანი, რომელიც იყო ისეთი სუსტი, ისეთი შეშინებული, ისეთი გატეხილი, თუ მე შევძელი ამის გაკეთება, მაშინ თქვენც შეგიძლიათ. ნუ დაივიწყებთ ამას. ნუ დაივიწყებთ მე. ნუ დაივიწყებთ იმ ყველა ადამიანს, რომლებიც იბრძოდნენ, რომლებიც იტანჯებოდნენ, რომლებიც მოკვდნენ იმისთვის, რომ თქვენ შეგეძლოთ ცხოვრება თავისუფლად. გახსოვდეთ. იბრძოლეთ. იცოცხლეთ. ეს არის ჩემი ბოლო სურვილი. ეს არის ჩემი მემკვიდრეობა. ეს არის ის, რისთვისაც მე ვიცხოვრე და რისთვისაც მე მოვკვდები. გმადლობთ, რომ მოისმინეთ. გმადლობთ, რომ გახსოვთ. გმადლობთ, რომ იბრძვით. მამუკა კიკალეიშვილი. ეს სიტყვები იპოვეს 30 წლის შემდეგ მისი სიკვდილის შემდეგ. და როცა ისინი გამოქვეყნდა, როცა ადამიანებმა წაიკითხეს ისინი, რაღაც მოხდა. ადამიანები დაიწყეს საუბარი. ადამიანები დაიწყეს კითხვის დასვი. დაიწყეს კითხვების დასმა. ადამიანები დაიწყეს ხსენება. არა მხოლოდ მამუკა კიკალეიშვილის, არამედ ყველა იმ ადამიანის, რომლებიც იბრძოდნენ, რომლებიც იტანჯებოდნენ, რომლებიც მოკვდნენ იმ სისტემაში. და ნელ-ნელა, ძალიან ნელა, რაღაც დაიწყო ცვლილება. არა დიდი ცვლილება, არა დრამატული ცვლილება, მაგრამ ცვლილება მაინც. ადამიანები დაიწყეს უფრო ფრთხილად ყოფნა იმის მიმართ, ვის აძლევდნენ ძალას. ადამიანები დაიწყეს უფრო ხმამაღლა საუბარი, როცა ხედავდნენ უსამართლობას. ადამიანები დაიწყეს უფრო მეტი ბრძოლა იმისთვის, რაც სწორია.
და ეს არის მამუკა კიკალეიშვილის რეალური მემკვიდრეობა. არა მისი გამოსვლები, არა მისი ცნობადობა, არა მისი დიდება. მისი რეალური მემკვიდრეობა არის ის ცვლილება, რომელიც მან გამოიწვია. ცვლილება ადამიანების გულებში, ცვლილება ადამიანების აზროვნებაში, ცვლილება ადამიანების ქცევაში. Სადა ეს არის ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც რეალურად რჩება. დღეს, როცა თქვენ დადიხართ მოსკოვის ქუჩებში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ პატარა მემორიალური დაფა სასტუმრო კოსმოსის კედელზე. ეს დაფა დაიდგა 2010 წელს, 15 წლის შემდეგ მამუკას სიკვდილის შემდეგ. მასზე წერია: მამუკა კიკალეიშვილი, 1942-1985. კომიკოსი, მსახიობი, ადამიანი, რომელმაც არ დანებდა. ის იბრძოდა სიმართლისთვის და გადაიხადა უმაღლესი ფასი. ნუ დაივიწყებთ მას. ნუ დაივიწყებთ მის ბრძოლას. ნუ დაივიწყებთ რისთვის ის იბრძოდა. ეს დაფა არის მცირე, მოგრძალებული. ბევრი ადამიანი გადის მის გვერდით და არც კი ამჩნევს მას. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ჩერდება. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს. ზოგიერთი ადამიანი იხსენებს. ადამიანი იხსენებს. და ეს საკმარისია. რადგან სანამ ერთი ადამიანი მაინც იხსენებს, სანამ ერთი ადამიანი მაინც ზრუნავს, სანამ ერთი ადამიანი მაინც იბრძვის, მამუკა კიკალეიშვილი ცოცხალია. ის ცოცხალია ჩვენში, ის ცოცხალია ჩვენს ხსოვნაში, ის ცოცხალია ჩვენს ბრძოლაში. და ეს არის ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. მაგრამ რა მოხდა იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი მამუკას სიკვდილზე? რა მოხდა იმ სისტემას, რომელმაც შექმნა ეს ტრაგედია? სიმართლე არის ის, რომ ბევრი მათგანი არასოდეს დაისაჯა. ბევრი მათგანი გააგრძელა თავისი ცხოვრება, წარმატებული, კომფორტული, უპრობლემო. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არის ძალაუფლებაში, ჯერ კიდევ აკეთებს გადაწყვეტილებებს, ჯერ კიდევ აკონტროლებს ადამიანების ცხოვრებებს. ეს არის უსამართლობა, ეს არის ტრაგედია, ეს არის რეალობა. მაგრამ ეს ასევე არის გამოწვევა. გამოწვევა ჩვენთვის, ვინც ვიცით ეს ისტორია, ვინც გვესმის ეს სიმართლე, ვინც ვზრუნავთ ამ საკითხებზე. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ წარსული. ჩვენ არ შეგვიძლია დავაბრუნოთ მამუკა კიკალეიშვილის ცხოვრებაში. ჩვენ არ შეგვიძლია გავაუგნოთ, არ შეგვიძლია გავაუქმოთ ის ტკივილი, რომელიც მან განიცადა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც სხვა. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს აღარასოდეს მოხდეს ისევ. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ სისტემა, რომელმაც შექმნა ეს ტრაგედია, აღარასოდეს დაბრუნდეს. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ადამიანები, როგორც იყო მამუკა კიკალეიშვილი, შეძლონ ცხოვრება თავისუფლად, უსაფრთხოდ, ხივსეულად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ვალდებულება. ეს არის ის, რისთვისაც მამუკა კიკალეიშვილი იბრძოდა და რისთვისაც ის მოკვდა. და თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, თუ ჩვენ დავივიწყებთ, თუ ჩვენ გავჩუმდებით, თუ ჩვენ დავნებდებით, მაშინ მამუკა კიკალეიშვილის სიკვდილი იქნება ზედმეტი. მაშინ მისი ბრძოლა იქნება ზედმეტი. მაშინ მისი მსხვერპლი იქნება ზედმეტი. და ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ჩვენ არ უნდა ამის დაშვება. ასე რომ მეგობრებო, მე გეკითხებით. რას ფიქრობთ მამუკა კიკალეიშვილის შესახებ? იყო ის მსხვერპლი სისტემისა, რომელმაც გაანადგურა ის, თუ გმირი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე? იყო ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა ყველაფერი, თუ ადამიანი, რომელმაც მოიპოვა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი? მოიპოვა თავისი ხმა, თავისი ღირსება, თავისი სიმართლე. დააწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გვითხარით ახსოვთ თუ არა მამუკა კიკალეიშვილი თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს ხსოვნაში. გვითხარით რას ფიქრობ იმ სისტემის შესახებ, რომელმაც შექმნა ეს ტრაგედია. გვითხარით რას გვითხარით, რას გააკეთებდით თქვენ მის ადგილას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ხმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორია არ დაივიწყოს. დააჭირეთ ლაიქს თუ თქვენ აფასებთ სიმართლეს და ღირსეულობას. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ სხვა ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც იბრძოლეს და რომლებიც არ უნდა დაივიწყონ. და ყველაზე მთავარი, გახსოვდეთ მამუკა კიკალეიშვილი. გახსოვდეთ მისი ბრძოლა. გახსოვდეთ მისი მსხვერპლი. გახსოვდეთ მისი მესიჯი. ნუ დანებდებით. ნუ გაჩუმდებით. ნუ დაკარგავთ თქვენს ადამიანურობას. იბრძოლეთ. ისაუბრეთ. იცოცხლეთ. რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ეს არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად რჩება. გმადლობთ ხურებისთვის. გმადლობთ ხსენებისთვის. გმადლობთ ბრძოლისთვის.